გამარჯობათ, ეს არის იმოძრავეს პოდკასტი და დღეს ვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ბექა კვერნაძე. გამარჯობათ. რომელიც რეალურად ჩემი აზრით ერთ-ერთი პიონერი იყო კროსფიტში საქართველოში. შესმერე. ყველაფერი ჩემსმერე. და ასევე ფიტნეს მწვრთნელი, კროსფიტის, რავი, მეორე ლეველის კროსფიტის მწვრთნელი და ასე შემდეგ. და ტრიათლონის. კი. მოკლედ, პირველი კითხვა გვაქვს ხოლმე, როდის ქონდა პირველი შეხება სპორტთან ან ვარჯიშთან და დღესაშვები რა. სპორტთან პირველი შეხება ბავშვობაში კალათბურთზე დავდიოდი სკოლის პერიოდში და იქ იყო ჩემი პირველი შეხება. და მე მაქედან მე ჩოგურს თამაშობდი ჩემს ვასთან ერთად სამოყვარულო დონეზე. და ასე თქვა დარბაზი და მსგავსი ვარჯიშები უკვე უნივერსიტეტის პერიოდში დავიწყე. იქამდე შეხება არ მქონია. და რატო დაიწყე ფიზიკური მომზადება კი არა დარბაზში? მე-12 კლასში რო ვიყავი, ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდი. და ამდენი დატაკებების გნებისგან ბევრი ტრავმა მქონდა, ტკივილები მაწუხებდა კერდის არეში ძირითადად. და არ მივლიდი არანაირად. და ბენჩს აკეთებ. არა, ცოტა ვარჯიში დავიწყე. ანუ ქაიროპრაქტორი რაღაც ყველგან ვიარა და ტკივილება არ გამიარა და მე ვარჯიში რო დავიწყე გამიარა. დრო გაიტანა თუ ვარჯიშმა ახლა ვერ გავიგეთ მაგრამ ნუ ხო რა. ბიჭო აქ საინტერესო ის არის ხოლმე. არ ვქეში მსარობის რაღაცა ის ტკივოდა რაღაც აქ ხო ის არის სტერნუმი ხო სტერნუმის ის ვარ ნეკნები ხო უერთდება. ეს მოძრავი სახსარი არა მაგრამ მაინც ჯოინტი არის რა. და ამაში ანთება მიცის ხოლმე მაგარი ცუდი ტკივილი რა. მოძრავს და ისე მხელამ და მაგის ანთება არის ხოლმე მაგარი ის რა. შეიძლება ერქვა და ზუსტად მახოს როგორ დავეცი და ხო გვერდულად ეს და აქ დამაწყო ვიღაც ეგრევე ეს რაღაცნაირად ცოტა ჩაყვა. საინტერესო რა მე მოკილე დაიწყე ვარჯიში. ხო მე რო გაგიცანი ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდი, მეც მახსოვს. და შენ დაინტერესება როგორ მოხდა ამერიკული ფეხბურთით? ფეხბურთით სუსტად არ მახსოვს, მაგრამ პროსტა YouTube ვიდეოებში ვნახე რაღაცები და მე და ჩემმა პროსტა ბურთები გამოვწერთ ერთი-ორი და ჩვენ ბავშვი ერთობოდით და მე ნაცრმა მითხრა გუნდი იყო თბილისში, ერთი გუნდი რაღაც და მივედი ვარჯიშებზე და მაქინა შემოვჭი. მაგის მე განვითარდა ლიგა. ხო, ლიგას ჩამოყალიბდა და ჩემი გუნდი ჩამოვაყალიბე რუსთავში და 5 ჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონები. ეხლა რამდენი გუნდია მაგ ლიგაში? ეხლა ანუ 8-8-ზე თამაშობდით ხოლმე, სრულ ვერსიას არ თამაშობდით. და ეხლა გადავედით 11 კაციანზე და მაგის გამო რაღაც გუნდები გაერთიანდა და ეხლა არის 4 გუნდი. რა საქართველოს ზონაზე ოკეია, იმიტომ რომ რავი, კალათბურთშიც არ ყავს ნამეტანი გუნდები და ისეთ ლიგებში და ამერიკულ ფეხბურთში 4 გუნდი ნორმალურია. იცი რა მაინტერესებს დაცვას და შეტევას ერთი ეგ ხალხი თამაშობს? ყავდა ადამიანები, ვინც სპეციფიკურად მარტო დაცვას თამაშობდა შეტევას, მაგრამ იყვნენ ვინც ორივე თამაშობდით რა. ანუ ყავს მაგდენი ის არის, რომ შეგვიძლია ჩავანოს, მაგარია. მაგაზეც არის, ზოგი ისეთი არის, რომ რაღაც ადგილს ვერ დააყენებს რა. ხა ჩემ იქ ბრიტანეთში ის ზოგი ისე კარგად თამაშობდა ორივე მხარეს, რომ სულ ჩებოდა რა. პროსტა ჰიბრიდები მე. ვინდნიდან არ გამოდიხარ. თუ დიდი ანგარიში დაარიგებ, იმენო ვერ გამოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პლეისმერის შესვენებასავით გაქვს, რაღაც დრო მაინც აღდგენას ვერ ასწრებ რა შანსი არ არის. ეხლა რამდენი წლის ხარ ბექა? ეხლა 29-ის. 29-ის. კროსფიტზე მოგვიყევი, აბა იმად საიდან მოხდი? კროსფიტი, აი ბიჭებთან როცა მივედი ჩემპიონთა აკადემიაში დარბაზში, ანუ მაშინ იდეაში კლასიკური ბოდიბილდინგით ვარჯიშობდი ხოლმე, მაგრამ სანდრომ კენი არის გამაცნეს, ანუ თქვენი ბარვისის პროგრამა რო გქონდათ ხოლმე, ასე თუ ისე ფუნქციონალური იყო, იმიტომ რომ რაღაც მოძრაობები იყო, იქ power clean იყო რაღაც და მაქედან რო დავინტერესდი, თან აი ყოველთვის უფრო მუღამი მქონდა, უფრო ინტენსიური ვარჯიშების რა, endurance based ვარჯიშების და მაქედან crossfit-ი რო ვიპოვე, მე რაღაც პროგრამები მოვძებნე, ონლაინ პროგრამები და მე და ჩემი მეგობარი არის ირაკლი საპანაძე, მე და იმარ ვიყიდეთ პროგრამა და იმის მერე ვარჯიშობდით. და კი გადმოვაწყეთ მე მთელი დარბაზი ჩვენ ვარჯიშებზე, ეგრე გამოვიდა. საპანამდე იყო, არა მე მახსოვს შენ ცალკე ვარჯიშობდი. მე რო დავიწყე 1-2 კვირაში ალბათ საპანას ამყარა. აი მე რა crossfit-ი რო დავიწყე საპანას ამყვა, იმიტომ რომ MMA-ზე ვარჯიშობდა ხოლმე თავიდან. ჩამოდიოდა პირველ სართულზე თქვენ პროგრამას აკეთებდა ხოლმე MMA სპონჯში და მე ერთხელ ვარჯიშეთ ორჯერ და მე შევყევით რა.
და მაგის მერე ნელა ხალხი ავყვა, მე ჯონი ავყვა ის და community შეიქმნა რა. პირველი community მაგამ ბავშვ შევგარეთ ეგრე. CrossFit-მა დაახლა. და ეხლა რაზე ვარჯიშობ? ეხლა ვარჯიშობ ტრიატლონს. ძალიან ტრიატლონი Ironman-ი. იგივე ხო? ტრიატლონი ზოგადი ცნება არის, Ironman-ი კონკრეტული დისტანცია რა ესე რომ ვთქვა. ტრიატლონი არის ოლიმპიური სპრინტი, ნახევარ Ironman და მე full Ironman. და იმის იქითაც მიდის მე. ოლიმპიური სპრინტი რას ნიშნავს? სპრინტი არის დისტანციებით არის რა 400 მეტრი არის ცურვა თუ არ ვშტები 10. ეგ არ ვიცი. ხო 400 მეტრი ზუსტად არ ვიცი. 400 მეტრია მე მგონი ცურვა 10 კილომეტრი ველოსიპედი და 5 სირბილი თუ რაღაც ეგეთ. ოლიმპიური ვიცი. ოლიმპიური არის 1.5 ცურვა, 40 ველოსიპედი და 10 სირბილი. და მე იდეაში მოდის. კიდე არის რაღაც სხვადასხვა დისტანცია, ძირითადი არის 73 Ironman-ის 2 კილომეტრი ცურვა, 90 ველოსიპედი და ნახევარი მარათონის სირბილი და მე მაგის გავარმაგებული full Ironman. შენ რომელისთვის ემზადებიან რომელს აკეთებ? ეხა ანუ წელს დავიწყე 73-ით. ასე ვთქვა სატესტო რა, პირველი რას თქვა? არა, ის 2 კილომეტრი 90 და 21. რა, ანუ 2 კილომეტრი ცურვა. ხო. 90 ველოსიპედი და 21 კილომეტრი სირბილი. 21 ანუ ნახევარი მარათონი. ნახევარი მარათონი გამოდის. ვა, და ანუ ეგ რამდენი ხანი გრძელდება? ანუ არ ჩერდები საერთოდ? დროზე შეჯიბრი არის. არა, cut-off time-ები გაქვს ყველაფერზე რა. ამ დისტანციაზე არის ცურვას აქვს საათნახევარი cut-off-ი. მე მაგ გააჩნია კურსის სირთულეს რა, შეფსვა დაიმატოს ცოტა მოაკლეს. მაგრამ მე მაქედან არის 5 საათამდე გაქვს იაში მაგას დამატებული კიდე 3 საათნახევარი თუ 4 საათი რომ ველოსიპედი შეასრულო და მე დარჩენილი დრო გაქვს სირბილზე და ჯამში არის სულ 8-8.5 საათი. და რამე ანუ ეხლა შენ როგორც მოყვარული რა შენ ამას სერიოზულად უყურებ ხო? ანუ ცდილობ რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გააკეთო. ხო, ვიღაცები შეიძლება გავიდნენ და იმ ერთი გააკეთოს და 1-3 საათი დაისვენოს რაღაც უდიდარიოს და პროსტა დაამთავროს. ანუ ხო, ანუ ზოგადად დასვენებები სად არის ან როგორ განლაგებული რა? ეგ მაინტერესებს ხო ხტები ანუ ისვენებს საერთოდ. თელი მუღამ ის არის რომ არ უნდა დაისვენო და რაც შეიძლება მალე გააკეთო. ანუ იმ დონეზე რომ ანუ ტრანზიშენები სადაც გაქვს ცურვიდან რომ ველოსიპედზე გადადიხარ ველოსიპედიდან სირბილზე ანუ ისე სწრაფად აკეთებ და ყველაფერი ისე ავტომატიზირებული გაქვს დაყვანილი და გამზადებული რომ ვაფშე დრო არ დაკარგო რა. იმიტომ რომ პირველი Ironman-ი რო გავაკეთე წყლიდან ამოვედი და ბაიგზე რო დავჯექი გასული იყო 11 წუთი და მე 11 წუთი რას ვაკეთებდი რა. ვერც მივხვდი. ანუ რა ხდებოდა მაგდროს ანუ ეხა ბოლოს რო ვიყავი 2 წუთს ნახევარში ველოსიპედზე ვიჯექი და წუთი და რაღაცა მქონდა ველოსიპედი და უკვე სირბილზე, იმიტომ რომ მე იდეაში თითქოს სხვა არაფერი არ არის ეგ დრო, მაგრამ მე სრულ დროს რო უყურებ, მაინც გენანება, აი ცოტა უფრო მალე რომ მექნა, უკეთეს დრო მექნა. საერთოდ არ არის დასვენება. არა. იდეაში ისე უნდა მოემზადო რომ არ გჭირდებოდეს დასვენება. 8 საათი ფიზიკურად იმინან 8 საათი ვისთვის გააჩნია? 8 საათი მგონი კაი შედეგი არის რა, რაც ნახევარზე? არა. ამ ფილიანზე არა ხო ძალიან წარმოგვიდგენია ხო? სრულზე ძალიან კარგი არ არის, ანუ ელიტა. ხო, რაღაცა ეგეთი ელიტა. კეჩე რომელ პროცენტში მოხდი ეხლა ბოლოს რო? სრულზე გახვედი ეხლა? სრული დავიწყე. სრული დაიწყე? აუ, თუ ჩაჭერა. რა ჩაჭერა? ანუ სრული დავიწყე, დააფინიშე? კი, აბა. არ დაფინიშება ის. 5 დღეში 5 days later. არ მგონი, არა. არა, არ დაფინიშება. იდეაში ვაფშე ან როდესაც CrossFit-ს და უკვე შევეშვი და აღარ ტურნირებზე გასვლა მეინტერესებდა არაფერი, უბრალოდ ველოსიპედით კატაობდი ხოლმე. ყავს ამ მეგობრებს ერთად კატაობთ ხოლმე და უბრალოდ ამ ჩემმა შეყვარებულმა აიკვიატა რომ ტრიატლონიც ხადე ძალიან მოწონდა და მაგას თუ რაღაც მოსწონს მე უნდა გავაკეთო თვითონ მეგობრებს რა. და ეგრე დავიწყეთ და იდეაში full მინდოდა რომ აი ეს Ironman-ი ხარ, ეგ მომეშორებინა და მე რაც მეწონებოდა იმაზე გამეგრძელებინა. და ეგ რო გავაკეთე, მე როცადე 73 დისტანცია და პირველ რიცხვზე საქართველოს რეკორდი მოხსნე მაგაში და ძალიან გავისწორდა. ანუ იდეაში
ეგ უფრო არის ჩემი დისტანცია ვიდრე full Ironman-ი რა. მანამდე ვის ქონდა ეგ რეკორდი? არის ხალხი ვინც გამოდიოდნენ, ანუ გაკეთებული აქვს ბევრი. ერთი ადამიანი დადიოდა ჩვენთან ჩემპიონთა აკადემიაში. მე არ მახსოვს ეგ, მაგრამ მე ვიღაცებთან მილაპარაკია მაგაზე Ironman-ზე რა შეხება მქონია. ანუ პროსტა საქართველოში არ ცხოვრობენ ისინი მე ვისთანაც მილაპარაკია Ironman-ზე. ერთი ბანკის ის იყო რა, ვიცი ხო? მე ჩემთან დადიოდა. პროსტა მომზადებაზე რა ეს რო გავცვალეთ ესე ცოტა ხანი რა არის. მთელი დღე მაგაში მიდიოდა. ამ მთელი დღე მიდიოდა ამ Ironman-ის მომზადებაში ფულზე რა. ეკავს გითხოთ აბა. სამსახურიდან ეხლა მუშაობს დატვირთული ხარ სამსახურში. რა გრაფიკით ხარ? ანუ მაქსიმალურად flexible გრაფიკი მაქვს, იმიტომ რომ იდეაში ხა ჩვენთან ის არის, რომ ვალდებულებები რაც მაქვს დღის განმავლობაში შეიძლება იყოს 1 ან 2 საათი. ის ჩემი კლასი მქონდა შესატარებელი ან რამე მსგავსი. და მაგის გარშემო ვაწყობ მე ყველაფერს კლიენტებსაც და ჩემს სავარჯიშო პროგრამასაც რა. ასე რომ საკმარისი დრო მრჩება, რომ ყველაფერი მოვასწრო. და ყოფნის ანუ ენერგია სამსახური და ესეთი რთული სპორტი რო შეუსაბამო. კი, მაინც ასე ისე ყოფნის. ჯეროს 9 წლის არის რა. ხო და ამ მაშინ გითხრა რომ იყოს. დატვირთვა მაინც გითხარი, აბა როგორია, რა კვირის ჯერ მოიცა, მიუყვეთ ის რა, ველოსიპედიდან მივიდა რა მად რა. ხვდები ანუ ველოსიპედი შეყვარებული მიიყვანა. ველოსიპედმა და პროგრამე ველოსიპედის ბაზა ან რაღაცა კარგი იყო უეჭვერ ველოსიპედში და უთხრეს რომ დავაიო. ბაზა ესეთი რო გითხრა მქონდა თქვა რა, იმიტომ რომ 1 წელი ცარ იყო გასული, ვერ Ironman-ზე რო გადავედი, რას ვკატავდი ველოსიპედს. ცოტა 1 წელი? 1 წელი არაფერი არ არის. არა, ნუ აშკარად ეხა კარგი იყავ. ანუ იდეაში ბაზა მქონდა CrossFit-იდან. ხო. CrossFit-ზე endurance ბაზა აქვს. სულასაც სწავლობდი. რუსთავიდან ველოსიპედით ჩამოდიოდა. სად არ ვიცი. Ironman-ზე ამბო? არა, აიმიტომ CrossFit-ზე არის ტურნირები, რომ სულ გიწევს. ბაზარია. და მახსოვს 2019 წელს პირველ ტურნირზე რო გავედი. და რო ვიცოდი რომ კვიპროსში იყო და მე ცურო არ ამცდება, წავედი და ცურის სწავლა დავიწყე. არის საერთოდ? არა, საერთოდ ვიცოდი ცურო. გეშინა და წყლის, თუ ეს წყლის არის. ესე წყლის არ მეშინოდა, მაგრამ როგორც ხა მანქანისტარება არ ვიცი, იმიტომ რომ არასდროს არ მომიწია და თუ არ მომიწია არც ვისწავლი, მასე იყო ცურვაც რა. არ ჭირდებოდა. შემდეგ Ironman-ზე მანქანისტარება რო იყოს. ზუსტად ჩემსავით არის, ზუსტად. ცურო არ ვიცი, მანქანისტარება პირველად მიწევს. არ დამჭირვებია და აუხრათ ეხა. დამჭირვებია ჯერჯერობით, ასე რომ. ხო და მასე ვისწავლე ცურვას, მაგრამ იმ ტურნირზე ალბათ ცურო ყველაზე ცუდი იყო და რთული, იმიტომ რომ 2 თვის ნასწავლზე ეგ ოკეანეში ჩაგაგდებენ ისე. ანუ მან ცურო ვაფშე სხვა არის ბასენი. მაგასაც მიუყვეთ. მე რა გითხვა, მაგიცი ერთი ეს მაინტერესებდა. აი სამი ელიტური სპორტსმენი რო აიღო, ერთი ყველაზე მაგარი მორბენალი, ვიღაცა კიმჩოგი, მეორე ყველაზე მაგარი მოცურავე, ნუ long distance-ებში ვინც ცურავს და მესამე ველოსიპედზე ვინც ზის რა მაგრად რა. ეგეთი ის იყო. ეგრევე რო გაუშვა ეს Ironman-ზე სამივე. ხო. აღარ ნუ იმან ესუნეთ ცურვა უნდა იცოდეს რა, რომელი მოიგებს შენ. ხო, აი ეგეთი ის იყო ხოლმე ხა ინტერნეტში ამ ბოლო დროს მაიკლ ფელპსი რო აიღო, ტადე პოგაჩარი და კიპჩოგი რა. მაიკლ ფელპსი ალბათ კაი ვარიანტი არა, ამად, იმიტომ რომ ხო, ვინც გინდა იყოს კაი მოცურავი რა, რომელი მოიგებს Ironman-ს და უეჭველი პოგაჩარი მოიგებს, იმიტომ რომ ხო 60% მაინც 70 თუ არა მთელი რეისის არის ველოსიპედი და მე პროფესიონალი ველოსპორტსმენი არ ვიცი ვინც სულად დარბისთან. ხო. ასე რომ ორი მაინც პატარა დისტანცია, ანუ მაინც 5 კილომეტრია. ანუ ისე დროს ვერ მოუგებს. ხო. მოცურავე, რასაც ბაიკზე და სიბილზე ვერ ამოიღებს. ხო, მაგრამ ცურო თუ არ იცი, არა, ცურო უნდა იცოდეს, ეგ დაშვება უნდა იყოს. ცურო თუ არ იცის რა აზრი. ხო, ელემენტარულ დონეზე ხო, ეგრევე. თორე იმისინიც არ ზდარბიან და ხო. ჩემი ბეთის მაგაზე იქნებოდა უეჭველი. აი ესე რომ დამედო, ფულს დავდები ველოსიპედის. ესე წყლიდან რომ ამოდიხარ, ისინი რო აქვთ ხოლმე. რა იგზენ ეხა, რა 5 კილომეტრი რო გაცურე, ის უფრო საინტერესოა პირველი ან ფულზე რა. ის იყო. მან 4 კილომეტრი არის, მაგრამ იდეაში ან ესპანეთში რო ჩავედით, ან open water-ი ნახე არ მქონდა ცურავები open water-ში რა. აუზში მარტო აუზში ცურავდი, იმიტომ რომ აი სუვიძახდი რომ მეთქი თბილისის ზღვაზე ავალი გვწდი რაღაცა. არ გამიკეთებია. ერთადერთი ის 50 მეტრიანში ოლიმპიურ აუზზე, გარე აუზზე
იქ ჩავხვდი ჩემი ვერცხლით და კინაღა მოვიხარში იმ წყალში, იმიტომ რომ ანუ 20 გრადუს 24 გრადუსზე ზემო წყალში ანუ მე იხარშები უბრალოდ როცა ეგ გაცვია. და პირველად ჩავედი, ანუ რბოლა იყო კვირას და ტბაში იყო იქ ცურვა და ხუთშაბათი დღე იყო, რომ მივედით ამ ტბაზე პირველად და მეთქი ცოტას გავცურავ რა, რომ მივეჩვიო. და ხუთშაბათს უკვე ჯერ ტივტივები არ არის წყალში ჩაგდებული რა, ერთიც ეს დისტანცია იზომება, რომ ორიენტირი აიღო საიწახვიდე. და ჩავედი წყალში და ჩავყავი თავი წყალში და ოპ ყველაფერი შავი არის. გეგონა დაინახავდი? ნუ რაღაცა აუზში ხო ისა. რაღაცა ხო გეგონება თვალები დახოჭული. ესეთი და კაი ჯანდაბას მეთქი ცოტა გავცურე და რა მგონია მეთქი 300 მეტრი მაინც გავცურე, საათზე ვიყურები 80 მეტრი მაქვს გასრული, ანუ სიცის შეგზება ვაფშე დაკარგული მაქვს. აორიენტირებაც რო ვერაფერს ვერ ვიღებ, ვერ ხვდები რამ ხელაზე გავცურე, როგორია და მე წყალმცენარეები რომ მომედო, ამის სირბილი დავიწყე წყალში უკვე ცურვა დავიწყებული. ზუსტად ხვდები ახლა ეს ზიზახის და მან კიდე ერთი საინტერესო ფაქტი არის რა, ერთი გოგოს მოусმინა, ერთ-ერთი ყველაზე მაგარია გოგოებში რა. ამბობს რომ ძალიან ხშირია რომ შეიძლება ფეხი მოგვხვდეს თავში. ანუ ეს ტიპები რომ ხო ახლოს დადიან, ანუ ორიენტირს ვერ იღებ რა. აუში რომ ორი ის გაფენილი ესე დასშნისაა გაშვებულია ეს რაღაცა რა ქვია, ტივტივა და შენ შუაში მიდიხარ, იქ ვერ ხვდები რა, საით უნდა წახვიდე, მაშინ თავი უნდა ამოყო წინ და მე ისე ვცხოვრ თავი ამოყო, ხო ხვდები ეგრე ძალიან ბევრ დროს კარგავ. მაგათ ეთყობა არინას ბებოებთან ერთად არ უცურავთ და მაგით. მაგას ხვდება. მაგრამ ხვედრია შენ ისე? მეც მომხვედრია, სხვასაც მოხვედრია ჩემგანები და წარმოიდგინე. ხო, მაგრამ ბებოს არ გაარტყი, რაღაცა შეიფეხე ჩაძირო. მაგრამ თვითონ აირონმენზე ეგეთ შემთხვევა არ მქონია, ხო ვიღაცას თავში გაერტყა რაღაცა, იმიტომ რომ მასიური სტარტები აღარ არის აირონმენზე, როლინგ სტარტი არის და ყოველ 5 წამში 5 კაცი შერვის რა და მასეთი ხო, თან იდეაში იწყებ შენი ტემპის ხახთან რა, იქ სივრცეები დაყოფილი არის, თუ იცი რომ 40 წუთში გაცურავ, მაგ დროში დგები და ყველასთვის კარგი არის, იმიტომ რომ შენი დრო არ იწყება, სანამ იმ ტაიმერის ჩიპით არ გადაკვეთავ იმ ზოლს. ასე რომ ანუ არანაირი ის არ გაქვს, სვაი პირველი უნდა დავდგე და ყველა თავზე გადამიაროს, ვინც ჩემზე უკეთესად ცურავს რა და არის მომენტები რომ შეიძლება შევიწროვდე რა, რომ აქეთ იქიდან მოგადგეს ვიღაც, მაგრამ ესპანეთში მივხვდი რომ ეგ კაი არის პირიქით, იმიტომ რომ ვიღაცა რო გვერდზე მოცურავს, ის იყურება წინ, შენ აღარ გჭირდება წინ იყურება, შეგიძლია გაყვე უბრალოდ რა. იმას თორია რომ შენ იყურებ. ხო, ეგეც არის, მაგრამ იდეაში ვიწებ რომ ორივე. ძალიან მარტივია, ანუ იმიტომ რომ ეს ტივტივები კარგად ჩანს რა, ეხლა თუ მზე არ გირტყავს თვალებში, არასწორი სათვალე გიკეთია, შეიძლება ხელი შეგეშალოს, მაგრამ ძალიან მარტივია, რაღაც მაინც უცებ ამოდიხარ წყლიდან, თავს ამოყოფ, რაღაც ამ ხელაზე, დაინახავ, გვერდზე მიტრევდები, ჩაის უნთქავ და აგრძელებ რა. მაგას მალევე მივეჩვე, ხა რამ ისეთი სასწავლო ტექნიკა არ ყოფილა, რომ დიდი ხანი დამოღმება დაჭირებოდა მაგას. კიდე საინტერესო ფაქტი მაგაზე ისაა, რომ ოლიმპიური ხო ახსენა, რომ ოლიმპიური ისინიც არის. ოლიმპიადაზე წარმოიდგინე არის შენიშვნები, შეიძლება ყვითელი მოგცენ ან წითელი. ვინმე გლიჯე, ან შეიძლება ვიღაცას ესე ფეხი, ხელი მოკიდო წარმოიდგინე და ოდნავ მოკაჩო. ნუ ვერ დაგინახონ რა, ეგეთ რაღაცებს აკეთებენ და ვიღაცამ შეიძლება გაგაწიწლოს. ხო, აირონმენზე, ანუ წყალში ჯარმები არ გამიგია. მგონი რომ არ არის, ძირითადად ჯარმები არის აქ ველოსიპედზე ყველაფერი. აბა მაგრამ ჩამოთვალე აბარები. ნუ აქ ფეხბურთივით არის ყვითელი ბარათი, ლურჯი ბარათია და წითელი ბარათი. რა იმსახურებს ამ ბარათს? ანუ ხა რომელი ფერი ასაკეთებს უცად არ მახსოვს, მაგრამ პენალტები არის რა, იდეაში პენალტები არის. აჩქარდის გეუნება თუ რამის? არა, პენალტები არის იდეაში დრაფტინგზე. ანუ არ შეიძლება, როგორც იმიტომ რომ ინდივიდუალურ სპორტად ითვლება. და მთელი ეფორტი უნდა იყოს შენი და ვიღაც დახმარებით არ უნდა აკეთებდი რაღაცას რა და ცურვაზე დაშვებული არის დრაფტინგი რა, იმიტომ ხა მან გაკონტროლება მაგის სულია. ხო და აი რომ თვითონ ველოსიპედზე არის 12 მეტრიანი დრაფტი, ანუ ზონა, რომ 12 მეტრში არ უნდა მიხვიდე შენს წინ ყოფთან, ან თუ ამ 12 მეტრიან ზონაში შეხვედი, ისე უკვე უნდა გადაასწრო. და ისიც რომ დაგინახავს, რომ წამოეწიე, უნდა შენელდეს და გაგატაროს რა. ძალიან უაზრობა ეგეთ რამე არ გამიკეთებია. გვერდზე რო გადაიწიო. ნუ ხო, უნდა შენელდეს იდეაში რა, რომ უნდა გადახვინო. ეხლა გვერდ-გვერდ დაგინახავს, რომ მიდიხართ რა, შეიძლება ლურჯი ბარათი მოქცეს და წუთიანი პენალტი მოქცეს, რო უცნაური რო არ გადა შენ თუ მომდევდა მე ვთქვათ ისე ვაუჩქარი შემიძლია, ხო ეგეც? კი, იმასე ვაკეთებდი, მე წინ გადამიდგები და ეგრევე ვასწრებდი ხოლმე რა. ანუ უაზრო კანონია. აქ მაგ დრაფტი. კი, ძალიან დიდი. გააჩნია რამდენი ადამიანია დრაფტში კიდე რა. ეხლა უკან თუ ვდგები
აი ორნი თუ ხართ სიტყვაზე ვთქვათ თუ აი სანდრო ჩემ წინ დგას და თავის შეზავს 90%-ით მიდის მე შემიძლია 80%-ით გავუყევ უკან რა სამ ძალიან დიდი ძალების დაზოგვა და თუ ბევრნი დგახართ სადღაც მე-5 მე-6 კაცი შეიძლება ვაფშე 55-60%-ით მოდიოდეს რა ეკო ველოშეჯიბრებებზე არ არის ხო ეგეთი რამე არა ველოშეჯიბრებებზე არ არის მე მგონი მუღამი გეკარგება არა ეგ რაღაც სტრატეგიული მომენტი არის ეგ რო ხო და ოლიმპიურზე დაშვებული არის დრაფტინგი მაგრამ აირონმენზე დიდ დისტანციებზე არ არის იმიტომ რომ მაინც უნდათ რომ ინდივიდუალური ტესტი იყოს და აქედან გამომდინარე ეგრე არის და ეხლა მაგის გამო ვაფშე 20 მეტრამდე გაზარდეს რომ 20 მეტრი არის ხა დრაფტზონა მაგრამ ანუ ეს არის მაგრამ რაღაც ბოლებზე რო შეხედვა იმენა ჩოლები პილოტონები მიდის რა მაინც ველოსიპედის მე მაგრამ აინტერესებს ვარჯიში რა ანუ შენი ვარჯიში რას მოიცავს რა ანუ ясно ანუ ცურავ ველოსიპედზე დადიხარ ერთი ჩვეული დღე ხარ მაგრამ ანუ დაი დარბაში რასაკეთებ რა ეგ 4 კომპონენტი რო აიღო როგორ ალაგებ ყველაფერს კვირის განმავლობაში არა მე მაინტერესებს დარბაში რასაკეთებ მარტო ეგ ხო თუ ამ ყველაფერს ერთად როგორ ეგიც მაინტერესებს მაგრამ ანუ დარბაში რასაკეთებს რომ ხელი შეუწყოს ამას იდეაში ეხა ეს ბოლო 7 წელი ვაკეთე რომ არაფერი აღარ მჭირდება ეს თუ ის რომ ხელი შეუწყო დარბაზიდან ამ ყველაფერს რა იმიტომ რომ ანუ ეხა იდეაში ტრიათლეტები ვინც ვარჯიშობენ ან დარბაზში ვარჯიშობენ ოფ სეზონზე და ვარჯიშობენ იმისთვის რომ ქორი გაიძლიერონ და სახსრები და სხვა კუნთები რომ მოაძლიერონ და რაც მე ბოლო 7 წელიწადში თოსფერდი ჯეიშტი მაქვს ნაკეთები ან ჩემ ქორს მეტი ვეღარ გავაძლიერებ ხო მაგრამ არამე ტრავმის ან ისეთი განსხვავებულ ვარჯიშებს აკეთებ რაც აი აქამდე არ ვაკეთებდი კი ეგეთ რაღაცებს ვაკეთებ უფრო აი სტატიკურ რაღაცებს ვაკეთებ აი კოპენჰაგენ პლანკებს ვაკეთებ ეგეთ რაღაცებს მუხლებისთვის ვაკეთებ ხო ბიომეტრიკას აკეთებ ბიომეტრიკას მაინც არა არ ჭირდება ამის სპორტს ნუ იდეაში რაღაც მეთოდოლოგიას თუ შეხედავ ჭირდება კი აი ჩემი აზრით ტრიათლონზე რო უბერო ძალიან დიდი დატვირთვა არის ხო და ემოციის დარტყმის ძალა შეიძლება ინტენსიური პლიომეტრიკა არა მაგრამ ექსტენსივ პლიომეტრიკა შეიძლება სახსარი დაიცვას ამდენი მიხდირას გეხა ველოსიპედზე იმდენი იმპექტი არ არის მაგრამ რო დარბი ხარ ჭირდება ეს ხო და მინიმალური ალბათ საინტერესო ანუ შენ ხო სურვა გაქვს ველოსიპედი და სირბილი იდეაში მე რაც მომისმენია ტიპებისგან ვამბობ მე რომ სირბილი ყველაზე ცოტაა იმიტომ რომ ძალიან ჰაი იმპაქტ რახან არის მეტად გაზიანებს ნუ სურვა და ველოსიპედი შესაბამისად მეტი იდეაში აი მაგას როგორ ალაგებ რა კვირის განმავლობაში სურვა რამდენია ველოსიპედი რამდენია სირბილი რამდენია და ჯიმი სირბილი ყველაზე ცოტა არ არის მაგრამ ერთ-ერთი თავი რაც არის თუ სრული აირონმენის ემზადები ანუ სრული მარათონი არასდროს არ უნდა ირბინო რა სისულელეა იმიტომ რომ არაფერი ისეთ ბენეფიტს არ მოგცემს რომ შენ რომ მე მაგის ფერ 2 და 3 კვირა აღდგენა დაგჭირდება მაგისგან ვერაფერს ვერ მიიღებ და სრულისთვის რომ ემზადებოდი ყველაზე დიდი სირბილი მქონდა 2 საათი მაქსიმუმ 2 საათნახევარი მეგონი არ მქონია მახსოვს რომ ყველაზე დიდი გარბენი მქონდა 30-33 კილომეტრი რა რასაც შეიძლება თელ მოზადების განმავლობაში გაკეთო 2-3 ჯერ მაქსიმუმ ანუ იდეაში ვოლუმს მაინც აგროვებს სირბილისას, მაგრამ მთელი კვირა ისე გავს გადანაწილებული ეს ყველაფერი, რომ ერთ დღეს და ერთ დატვირთვას დიდ დატვირთვას არ იღებ რა. მაგრამ ველოსიპედზე შეიძლება კვირაში ორჯერ გახვიდე და 180 კილომეტრიც ერო და მეტიც, იმიტომ რომ არ მოდის მაგ ხელად დატვირთვა რა. ანუ ტრამვის საშუალება იმდენად ნაკლებია, რომ შეგიძლია გაკეთო. ცურვას რაც შეეხება, იდეაში ყველა იძახის, რომ ბევრი ცურვა არ არის აუცილებელი. ხო, მაგრამ თუ ჩემსავე ცუდად ცურავ და ამოსაკაჩი გაქვს, დრო უნდა დაუთმო. და ეხა ამ ეტაპზე ამ იდეაში ყოველთვის ეგრე ვიყავი, რომ რაც მეტი უკეთესი რა. ვიზიარებ მაგ ფილოსოფიას თუ არა, მასე ვარ მოწყობილი და მასე ვაკეთებ თავს უკეთესად გრძნობ რა. ამიტომ ეხლა ანუ საშუალოდ ვარჯიშობ 25-30 საათი რა, მეტი თუ არა. აი მქონია რომ 35 საათამდე წავდიოდი 73 რომ მზადებოდი ნოემბერში ბოლო ბლოკში 35 საათზე წავდიოდი რა. ოღონდ ერთ-ერთი ეხლა კროსში ვარჯიშობდი ხოლმე დილოვდის მაინც არ მჯეროდა რა. მჭირდება და რაღაც, მაგრამ
აქ ეხლა ყველა მეოთხე კვირა წმინდა არის ჩათვალე, ამ დილოუდი ვარ გავაკეთო, არც ადაპტაცია არ მაქვს, რაც გავაკეთე, ვერ შევირგებ და ისე გადავიწები რომ ვერ გავიგებ რა. სანამ არ გჭირდება დილოუდი, ვერ ხვდები დილოუდი რა გინდა. გამოცდილებამაც ანახა. ის მე მგონი მაგურებლებს თუ რა ქვია, ვინც ის არის ყო ძალიან დილოუდი რა არის არა. დილოუდი რა არის სანამ ვიტყვით 25 საათი რომ ძალიან ბევრი არის, შეგვიძლია ანუ ეს არ წარმოუდგენია, ხო, კარგად დაფიქრე კვირაში. რაზე არის საუბარი ვერ ხვდებიან 35 კვირაში 35 საათი არის საუბარი. კი, კვირაში 35 საათი. დარბაზში 3 დღე დადის და ეგ როგორნიათ რომ 3 საათი დადიან. კვირაში 35 ძალიან ისეთი დრო არის რა. იდეაში 35 არის პიკი რა, შევაი 25 აიღე, მოდი 25 ძალიან 25 მინიმუმი მაქვს რა ეხლა. ანუ სტრავაზეც ის მიყენია ხოლმე რა ქვია. გაგოგულებს ხო აყენებ რა და მინიმუმი 25 საათი მიყენია, იმიტომ რომ კვირაში 25 საათი ანუ ბეისლაინი არის რა. მაგაზე ქვემოთ ვთვლი რომ ვისვენებდი და არაფერ მიკეთებდი. მაგრამ ეხლა კვირაში 35 საათი კარდიოსთვის კიდე სხვა პონტი არის, ენდურენსისთვის ხო? ანუ სარბენად რომ მიდიხარ 1-2 საათი დარბიხარ. კი, ველოსიპედზე დიდი ხანი. ანუ კაჩაობით 3 საათი ვერი კაჩაობს რა, ანუ ეგეც არის. რა პროსტა დროის გამონახვა არ თუ რა თუნდაც კი არა ძალიან რთული წარმომიდგენია ჩემი 25 საათი საერთოდ უნდა გავაჩინო კი და მენტალურადაც რთულია ეხლა თქვი დილოუდი რა არის ანუ 3 კვირა ბექა აკეთებს პროგრესია გაქვს სულ ხო კი აი მაგალითად შეიძლება დავიწყო იდეაში 3 კვირა დილოუდი შემდეგი 3 კვირა შეიძლება კიდევ უფრო გავზარდო რა არნიშნავს რომ ამ 3 არა არნიშნავს რომ მე თუ ამ 3 კვირის განმავლობაში გავაკეთე სიტყვაზე 25 30 35 საათი რაც იდეას დიდ ნახტომები არის ზოგადად რა მეოთხე კვირას რომ 20 საათს ვიზავავ 18 საათს რა არნიშნავს რომ მეხუთე კვირას მე ისე 25 საათთან დავიწყებ შემიძლია უფრო მაღალიდან დავიწყო რა იდეაში პირველ საფეხურს დი რა და მაკედონს დილოუდი რამდენი გაქვს მინუს რამდენი პროცენტ რამდენი გამოვა აი იდეაში დილოუდის დროს ვოლუმი აკლდება ძირითადად რაღაც ინტენსივობები რჩება მაგრამ ძალიან ცოტა რა ისეთი რომ აღდგენაში ხელს არ მიშლის ანუ 3 კვირა აწვება მაგრამ თავის ხელს და მე ერთი კვირა აძლევს საშუალებას რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად მიიღოს ადაპტირდეს კეთებ რომ პროსტა მე არ მაგას შენარჩუნებას და უფრო აი ადაპტაციას რომ რითვისაც ვიწვალე რომ დავინახო ეს შედეგი რა ეგ ამ მნიშვნელოვანი განვითარებისთვის ეგეც ხო არ მაგაზე ხო არის ვქნათ რა შევყვეთ მაგას? აი თვითონ დილოუს კი არ შევყვეთ იმას, რაც ვქვა, რომ როგორ მუშაობს საერთოდ რაღაცა, რომ სტრესი და კიდე სტრესი არის რა, სადღაც ამ სტრესს შედეგი უნდა სადღაც გამოანახინო, ანუ აღდგენა უნდა მიცეს საშუალება. დარბაზში ხშირია ეუნები რაღაცას, რომ საკმარისია ეუნები, აი საკმარია. დილოუდი ხო ხდები ვიღაც აი რენდომ ტიპი რომ მოდის და ცოტა ძლიერ ისე რომ ავარჯიშებ და აი რომ უნდა დაждე ხე ერთი კვირა დილ ხო ხდები ის გონია რომ ახალტურებს საქმეს რა. არა ის ეხა მესმის და ვიცი და რომ ჭირდება, ჩემცაც რთული არის რა. აი ჩემცაც რთული არის. მithumetes შეიძლება 3 კვირის ბოლოს კიდე ხოთზე ვიყო, რომ მეთქე კიდე გავაკეთებ. მაგრამ აუცილებელი არის. მაგრამ ვიცი რომ აუცილებელია. ისე აუცილებელი. შენ სპორტსმენებთან გაქვს შეხება. სპორტსმენებშიც არის პრობლემა. სპორტსმენებში აი სპორტსმენებში როგორი რთულია ეგ რაღაცები. წარმოვიდგინეთ, გონია რომ იმ დილოუდის გამო შეიძლება იფიქროს ტურნირზე რომ დააკლო. დავაკელი, რა დავაკელი, რატო დავაკელი. მაგრამ პირიქით არის რა. თუ ჩვეულებრივ ხალხს რო ავარჯიშებ ხა. დილოუდი შეიძლება იმით ისი არის, ახლა კონკრეტულ პროგრამას რომ მიყვები სპორტსმენს რო აკეთებ, იმიტომ რომ შენ კონკრეტული სტიმული გჭირდება და ერთი და იგივე ვარჯიშები მეორდება, მაგრამ შენ შეგიძლია ხო, ანუ დილოუდი სხვა სახით მისცე, რომ აი ახალი ვარჯიში დავიწყოთ და მოდი მაღალი რეპები, დაბალი. მივხვდი ხო და ანუ რეალურად დილოუდი გამოგდის, მაგრამ შენ სპორტსმენებთან ერთი პროგრამა რო გაგაწელი და მოდი ეცი რა 10% ეხა 20% მოაკელი და ისე გააკეთე. ხან 10%-ის მოკლება არაფერს არ მოგცემს, 10%-ის მოკლება მაინც ისეთია, წამოდი აკეთე სიტყვაზე ხო, ისეც რომ ისინი გზნობენ რომ რაღაცა ნიტო არის, მაგას გზნობენ რა. თორე ჩვენ როგორ ტიპს გაართობ ხო? მოდი ეხლა სხვა რამე გავაკეთოთ, ვითამაშოთ ცოტა. მე მაქვს ორი ისეთი კითხვა რა, მე რაც ძალიან მაინტერესებს. ერთი არის კვების პროტოკოლი და აღდგენის რა. დილოუდიდან თეიფერზე ხო არ გადავიდეთ, მაგას აკეთებს თუ არა, ვკითხოთ. ანუ დილოუდები გააკეთა, გაძლიერდა, მოვიდა ჩემპიონატი, მოახლოვდა რაღაც შეჯიბრი და შეჯიბრამდე რა შვები. შეიძლება ვიღაცას ეგონას შეჯიბრამდეც ბოლომდე აწურინებს. არანაირად. ანუ მანდაც გააჩნია დისტანციას, რა დისტანციის
კაი, თლიანზე გადიხარ და ვარ. თლიანზე თუ გავდივართ, შეიძლება დილოვდი, ანუ რაღაც ფარგლები რა ვიღოთ, მაქსიმუმ 2 კვირა. ხო. ნუ კვირა ნახევარი მაინც. ანუ აუცილებლად ვაკეთებ, იმიტომ რომ ბოლო 2 კვირაში რაც არ უნდა ვქნა, უკეთესი ვერ გავხდები ვერაფერში, ვერც ერთი მაქსიმუმ დისციპლინიდან. და როგორც ტრადიციულად თეიფერს ჩვევია, აი ის პერიოდი, ანუ თეიფერის აი საშინლად გრძნობ თავს. ყველაზე ტკბილი არ არის? მე ვიცი რომ ყველაზე ტკბილი. არა, ეს ძალიან გიზი არის. რატო გონია რომ აკლებ? არა, ეგ მომენტი არ მაქვს რომ აკლებ. რა, თქოს უცებ რომ დავაგდებ. გინდება. ამითესიც იმას. არა, არ მინდება, ვის რომ დავისვენო, დილოვდისგან მაგით განსხვავდება, რომ ეხა ვიცი რომ ეხა თუ არ დავისვენე მავნეს ეს ყველაფერი რა. ეგ მომენტი აღარ მაქვს ხოლმე რომ ეხა მაინც გავაკეთო მოდი, მაგრამ მაინც ისეთი მომენტი მაქვს ხოლმე, აი ორგანიზმი მაგ მომენტში ისვენებს და რაღაცა, აი ხვდები რომ ეხა რომც მივაწევ, თითქოს მაინც მაგის ენერგია არ მაქვს რაღაც, მაგრამ იდეაში ეგ ყველაფერი ანუ წინა დღეებში უკვე ისევ ადის, ანუ მენტალურად და ფიზიკურადაც თავს აი წინა დღე შეიძლება ძალიან კარგად გრძნობდე და ანუ სტარტის დღე რომ მოდის შვენივრად ვარ. მაგარია. ნერვიულობ ხოლმე ისე წინა ღამეს კარგად გძინავს. იმენა აი ვარჯიშის წინა დღეს. კი, მძინავს, მაგრამ ხა შეიძლება ფიქრები და რაღაცა დამეძინოს, აი anxious ვიყო, მაგრამ ისე ენერგიას არ გაცდის, არ გაცლის. ასე არა. გადავიდე ხა კვებაზე. აბა გადავიდე. მე აღარ ვკითხავ, ისეთ. დაგდა ნებართვა შეგიძლია ხა ვკითხო. აი, იცი რა მაინტერესებს მე მაგრა? კვება მაინტერესებს. მოიცა მაგამდე იცი რა. არა, კვებას რაც შეეხება, კვებაზე თქვა რომ ეხა ვიკლებ სანამ ჩართავდნენ კამერას. ხო, ვიკლებ, იმიტომ რომ მძიმე ვარ. ამ სპორტისთვის ძალიან მძიმე ვარ. ეხლა რამდენი კილო ხარ? 92. ჯერ რამდენი ხარ? 94. ხო. შევას აღარ ვეკითხე. ჩემზე ბევრ მაღალია. რო მე ვარ 85. აი, საღა შეიძლება. და რო დავიწყე, ვიყავი 98, ან CrossFit-ის პიკ ფორმაში რო ვიყავი ხოლმე, 96-97 ვიყავი ხოლმე რა. და ამ სპორტისთვის ძალიან ცუდი არის, ძალიან მძიმე ვარ, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ჯერ ერთი რო განელებს, ველოსიპედზეც განელებს, პატარა აღამარც მიადგები და ორჯერ უფრო უნდა იმუშაო, რომ ვიღაცა 70 კილოგრამმა ტიპმა არ გაგასწროს რა და მე ერთი ის რო განელებს და მეორე ის რომ ან რაღაც მომენტში ეს შენი წონა შენ საწინააღმდეგოდ მუშაობს, იმიტომ რომ აი იმდენად დამძიმებული ხარ, უკვე სირბილზე რო გადადიხარ რა, რაღაც მომენტში. რომ არ არის კარგი რა და ამიტომ ეხლა ვცდილობ რომ დავიკლო წონა, ვცდილობ რომ აუცილებლად უნდა არა, მეტი ჟანგბადი გინა ბევრად კაცო, ხო, ის არის. და ანუ ჩათვალებ დედვეითი გაქვს, არაფერში არ გჭირდება. წონას დაიკლებ, ანუ რო შეხედო ყველანაირად კაია წონის დაკლება, იმიტომ რომ თვითონ ველოსიპედი რო ავიღოთ, ეხა თუ მაქვს ამ წონაზე ჩემი FTP-ის და რაღაცით 4 ვატი კილოზე, პროსტა 5 კილო რო დავიკლო, ჩემი ვატები გახდება 4.5 ვატი კილოზე რა, არსაიდან ის არის. გემატება სისწრაფი. ამიტომაც აგვისტოში მინდა რომ ვიყო აი 85-87. ხო, მაგრამ ამავე დროს ბევრი ენერგია გჭირდება რომ ანუ განვითარება გქონდეს არა, ანუ წინსვლა და მაგას როგორ არის? ჩემი რელიგია არის შაქარი, ეს რა ეხა შაქარზე ვზივარ, ანუ შენ უფლება გაქვს, კი მინა საჭიროა. ის რო ყვებოდა რა ქვია, ერეკლე რო ყვებოდა. ხო. რომ ანუ მარტო ჟელებონებს ჭამდა და რაღაცა და მე იმენ კუჭი გაუღიზიანდა და სამიღე ცუდად იყო და მოვფრთხილდი არა, მაგას გატრენინგი უნდა რა ეხლა. ბოლიშეს არ ვიტენი ყველაფერს ეხლა რა, ანუ თუ ვარჯიშის დროსაც ვიცი რომ საათში 120 გრამ ნახშირწყალს რო ვიღებ, გატესტილი არ მაქვს, კი მეტკინება გუჭი, მაგრამ თან ერეკლე ის არის რომ 10 საათს და იმას კი რაკეთებს, თეობით არის გზაში რაღაცა და ეგ კიდე უფრო სხვა ის არის რა, მაგრამ ამ მომენტში, როდესაც 8-დან 10 საათამდე სრულ დისტანციაზე ხარ, შენი კუჭი უნდა ავარჯიშო მაგაზე, რომ ეს ყველაფერი აითვისოს და GI-ს არ გქონდეს რა, ეგეთი რაღაცები. ეგ არის კიდე მე ანუ რამდენი სათვისება შეგიძლია, რამდენზე სივარჯიშებ, 120 გრამს რომ მიიღებ, შეიძლება ხა კუჭი არ აქვს კიდეს, მაგრამ მაქინა კიდე რამდენი სითვისებ, ის არის. ცალკე თემა არის მაგას. რას გავიგებთ? მაგრამ იდეაში რომ შენ მაქსიმალური გააკეთო,
სალამდეს ნაურჩები ყუჩი იქამდე უნდა იმას ქნა რა იმდენი უნდა მიიღო და მაღაზიას ხუმრობას არის აი რამდენი ნახშირწყალი შემიძლია რომ იმას ქნა ანუ რეისისთვის მიიღო ვარჯიშზე ესე უნდა ქნა რა მაქსიმუმი უნდა მიიღო თუ ცუდად გახდები 5 გრამი გამოაკლო მე კიდე ცუდად გახდები 5 გრამი გამოაკლო და რაღაცაზე მიხვალ ოპტიმალურზე და ცუდად გახდები რა ანუ გულიგერევა თუ რა ანუ გულიგერევას არა იდეაში ანუ ყუჭი გაწუხებს ანუ მეტის ჭამა აღარ შეგიძლია უბრალოდ ეგეთ რაღაც დამემართა პირველ აირონმენზე იმიტომ რომ ანუ ცოტა დეზინფორმირებული წავედი, იმიტომ რომ მაინც პირველი ახლა და რაღაცა უნდა ბევრი ინფორმაცია მოიძიო, რაღაცა ისეთი შეგვხვდება, რომ ეგრე არ ყოფილა როგორც გეგონა და მე რომ მეგონა რომ თვითონ კურსზე, ანუ იმ ხელა საპორტი იქნებოდა, რომ ჩემი წაღება არაფერს არ დამჭირდებოდა რა, ეგრეც არ ყოფილა, იმიტომ რომ მაინც იდეაში, როცა გადიხარ სტარტზე 80-90% შენი ნუტრიშენით უნდა გახვიდე რა. იქ ეისტეიშენებზე კი იღებ რაღაც, მაგრამ იმაზე დამოკიდებული თუ ხარ, აი თუ 80% გეგმის საწინააღმდეგოდ წავა რა. და ამიტომაც ხა ჩემი თან ის არც თითი ბაიკი ყავს, არაფერი ჩოლები როუდ ბაიკით ვიყავი გასული და მაგდენის სივრცე და ის არ გაქვს ეს რაღაც ნუტრიშენი ჩაალაგო რა. ეს ტრაისიუთებისაც ერთი ისეთი საწყალი ჯიბი აქვს, რომ იქ რამეს ან ჩაიდებ ან არა. და მან ეგ დამემართა პირველ იმაზე, რომ ველოსიპედის ბოლოს უკვე ანუ კარბები იმდენად მაკლდა, რომ 40 კილომეტრი ისე ვირბინე, რომ არც მახსოვს ამის. რა, ეგით ამ ცხოვრებაში ვერ დამართნია. ანუ დავარბოდი და გაბუჟებული ვიყავი და თვალებში მიბნელდებოდა, გავახელდი მეთქე, აი ხარ წავიქცე, უბრალოდ დავამთავრო ეგრე ვიყავი რა. და აი მაგ მომენტში უკვე ანუ თვითონ სირბილის კურსზე მე რომ საჭმელის ბერი ყო და ყველაფერი იმდენად გვიანი იყო უკვე, რომ აზრი აღარ ქონდა არაფერს რა. ანუ რაღაც მომენტში დაგაკლდება, უკვე всё. ანუ ველოსიპედზე გვაქვს ეგეთი გამოთქმა სავით, რომ იქამდე თუ არ შეჭამ, სანამ მოგშივდება, ან იგზნობ, თუ იგზენი უკვე всё. თუ დაგაკლდა მორჩა, გვიანია უკვე რა. იქიდან ანუ ბონქიდან ამოსვლა ძალიან ისეთი თემა არის, მარტივი არ არის. ან შესაძლებელიც ყოველ ჯერზე რა. ეს საინტერესო თემა არის, მაგაზე ამბობენ რაღაცა hit the wall და ეჯახე კედელს და იმის იქით რაღაცა იმას ვეღარ გძნობ, რომ რამეს იზავ. კიდე მე მომისმენია, ნუ ძალიან დიდ მარათონებს მის დარბის რაღაცა 100 მილი და რაღაცების ულტრა ოღონ ტრეილზე. რომ რაღაცა ერთი არის კორტნი რაღაც გვარი დამავიწყდა, ქალი არის. მაგრამ ეგ ამას იქის რაღაცა იმ მასში რო იჩითება, მაგ მდგომარეობაში ესე რო ვთქვათ. ყველაზე ანუ იმიტომ იგებს რომ მანდ ძლებს დიდხანს რა ესე რო ვთქვათ. ანუ მენტალურად ისეთი ძლიერი არის რომ აი მანდ არის კომფორტულად რა, ეგეთი გიჟობას ამობს. არა და ისეთ სულ მდგომარეობაში ხარ მანდ რო ვერ წარმოიდგენ. ანუ მაგათ როგორც ვიცი ეს ულტრამარათონის ათლეტებს რა ვიცი. ჰალუცინაციები თუ არ გაჩვენება, ესე იგი არ ხარ. ჰალუცინაციებზე რა. მათგანი არ ხარ. მაგრამ იმასაც იძახიან თვითონ მაგ ეგენი, რომ ანუ ულტრამარათონი არის eating competition-ი რა. ვინც ჭამს, ის იგებს. იდეაში ეგრეც არის. როგორი მნიშვნელოვანია ჭამა. ერთი კითხვა მაქვს რა, იცი ველოსიპედი რა ხან ახს. არა მაგას მე ხსახელები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ნუ ცურვის დროს რაღაცა სპეციალური ჩასაცმელი გაქვს. ვიღაცას ველოსიპედი რაღაცნაირი ყავს. ეს ვიცი რომ მორბენალი ფეხსაცმელის დარბი ხარ რაღაც კარბონზე არის. აი ეგენი რო არ გქონდეს. ძალიან დიდი თუ უკან ხარ? ნუ იდეაში ძალიან უკანას არ ვიტყოდი რომ ხარ, მაგრამ იმხელა განსხვავებას გაძლევს რომ თუ გაქვს ჯობია. ანუ გააჩნია ეხლა თუ ცურა რო ავიღოთ რა. ცურის ასე თქვა წესი არის ესეთი. ტემპერატურას უყურებენ სტარტის დღეს, დილით, თუ არის 24 გრადუსი და 3 არის რა ზღვარი. 24 და 3-ზე ზემოთ თუ არის ვეცუთები აღარ არის დაშვებული. ანუ შეგიძლია ჩაისვა, მაგრამ ჩათვალე DQ არის, ლიდერბორდში არ იქნები. და თუ მაგის ქვემოთ არის ვეცუთის ჩასმა შეგიძლია და თუ არ გაცვია ვეცუთი, ის შეგიძლია რომ არ ჩაისვა 18 გრადუსამდე. 18 გრადუს ქვემოთ უკვე აუცილებელია, იმიტომ რომ ისე რომ ჩახვიდე წყალში რაღაც და შეიძლება დაგემართოს. ჰიპოთერმია? ხო, ნუ რაღაც შეიძლება დაგემართოს, ანუ ბევრად ის არის ცივი. და მაგათი პასუხისგებლობა არ არის და რო აიგიდო. და ისე რა უპირატესობა აქვს ვეცუთს, აი როცა კაი ტემპერატურაა. მოკლედ თუ დაშვებული არის ვეცუთის ჩაცმა, ყველა ისოს ვეცუთს, იმიტომ რომ ბუიანსი აქვს იმხელა, ისე ტივტივებ წყალზე. ძალიან ენერგია ზოგავ. ხო, რომ ანუ
უკვე ის იმხელ disadvantage არის სხვასთან შედარებით რო არ გაცვია რა რომ ანუ აი აუცილებლად გქონდეს გასაგებია ველოსიპედზეც ეგრე არის იდეაში მაგრამ ნუ ეხლა მის რაღაც სასწავლო დროებზე და იმაზე არ ჩალიჩობს რომ დაამთავროს ჩვეულებრივად გაივლის ნებისმიერ დისტანციას თითქმის ნებისმიერი ველოსიპედით ან დაჟე იყო ეხლა წინა წელს რომ ვიღაცებს city bike-ითაც აქვს გაკეთებული რა რო ქირაობ რაღაც მუღამის ხო მაგითაც აქვს გაკეთებული მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა რო შეადარო ანუ საშუალო სიჩქარეში ხა იმ ხელ განსხვავება არის რომ აი არის აი რო აიღო road bike-ი და TT bike-ი მაგას შორისაც დიდი განსხვავება არის იმიტომ რომ ის ვაფშე სხვა პოზიციაში ზიხარ იმაზე ანუ ვაფშე უფრო აერობაიკი არის CDA გაქვს ნაკლები ან დრაგი რო ქარის წინაღობა ნაკლები გაქვს და შეიძლება იგივე ეფორტით რასაც ჩვენ road bike-ზე აკეთებ სიტყვაზე ავიღოთ 250 ვატი რო ავიღოთ 250 ვატით მიდის 2 road bike-ს თუ აქვს სიტყვაზე max ვატებზე 35 კმ/სთ TT bike-ზე ტიპს ექნება რავი 48-40-ის კი რა და საათში განსხვავება და დაათვალებულოს და ამის გაზავს 20 კმ-ს რა ძალიან დიდი სხვაობა არის ანუ ვიღაცა შეიძლება იგონოს რომ ეხლა რაღაც გამოდიხარ ცურა უცებ ველოსიპედზე ჯდება მე დარბიხარ და რეალურად რამდენი როგორი კომპლექსური თემა არის რამდენი დეტალს აქცია მე ყურადღებას ახლა ქარი გიბერავს და იქ ის გაცვია და ტივტივებს წყალში და ხო ანუ ძალიან ისეთი არის საინტერესო სპორტი არის მარტო ის არ არის რომ რაღაცა ჩააჭირე და პროსტა სამი საკმაოდ ძვირი სპორტი არის ანუ ალბათ ყველაზე ძვირი სპორტი არის საერთოდ ველოსიპედი რო დავიწყე მეუბნებოდი რომ ძალიან ძვირი სპორტია და რაღაცა მაგრამ ეხა ამ სამ სპორტს აკეთებ რა საკნა ის ვეცუცის ძვირი არის დაჟე ის ყველაფერი ძვირია მაგრამ ყველაზე ძვირი საერთოდ ის არის 35 საათს უთმობ კვირაში ეგ არის ყველაზე დიდი იმუშაო იმას ცალკე რო აკეთებ და დარბაში კიდე ვიღაცა ავარჯიშო იმინეს აი ხა მე მაქვს ხოლმე მაგალითად დღეს აი სამშაბათ ხუთშაბათი ხა ამ ბოლო დროს მუშაობს 3-დან საღამოს 10 საათამდე რა. მოდი, მე მაგიტომ არ ვაკეთებ. შაბათი ხუთშაბათი ხო. შენ მაგით არ გადი რა. მეც არ აქვს უკითხო შენ რატო არ გადის აირონიაზე მეც. ესეთი მონაცემია თუ მე რა. ხა ბავშვი და რა ვაფშე ხო. მოდი შეგაწყვეტი. ანუ 3-დან 10 საათამდე მუშაობ ხოლმე და 3 საათამდე რასაც მოვასწრებ, ანუ მოვაკეთებ დღეს მაგალითად 3 საათი ველოსიპედი მქონდა 1 საათი სირბილი და მე მოვედი აქ და მე აქედან წავალ სამში. რომელი საათი? აქედან სამში. არა, გენეტიკურადაც ანუ ძლიერია რა. მართლა ხა შეალს ვღადავთ. კი, შეუძლია იგივე გააკეთოს. ერთი ორი კვირა ვეღარ ივლის. გენეტიკა რა შუაშია? ნუ იტანს რა, მაინც ამ დატვირთვებს. მე პირიქით ვიტყოდ. ჩემი ის რა ქვია, ბარიერი გენეტიკა არა, ჩემი ბარიერი, რავი, 1000 სხვა რამე. შილას რას ხურება აქ ბიჭო გამურვილი აზრი ხარ. 1895-ში. ძილი მაინტერესებს მე რამდენი ხანი გწინოს. საშუალოდ მძინავს 7-8 საათი. 7-8 საათი. ანუ შენთვის მაგის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, მაგდენი გეცინოს. ანუ ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანია ის ბიოლოგიური სათის ამბავში დროს არ უნდა გადამიცდეს რა ერთსაც თუ გადამიცდა აზრია მაშინ შეიძლება ვაფშე აღარ დავიძინო ანუ მაის აკანკალებული გავიღვიძე დილით გეგონება საერთოდ არ მძინები ისი რა თანამედროვე მის მიხედვით ეგ ის ხო აჩვენეს სამი ფილარი რო არის ერთი იგივე დროს უნდა დაიძინო ხო რაღაცა ჯობია ერთი და იგივე დრო გეძინოს ანუ არ მოსულა რომ ერთ დღეს 6 მერე 9 მაგალითად ერთი იგივე რაოდენობა უნდა გეძინოს და ერთი იყო რა ქვია უნდა გაიხსენო მესამე მესამე სამშოვანი იყო ხო მარტო სამი ანუ ეს სამზე ლაპარაკობთ ის ტიპი რო არის რა ქვია ბოკერი ხო არ ვიცი აი რა მნიშვნელობა მაგრამ ხო ნუ ანუ თავარი ისაა რომ ძილი ძალიან საჭირო არის რა მით უმეტეს ხელა დატვირთვები რო გაქვს ძალიან ნუ ამ ხელა ეხა ადაპტირდა უკვე ამის ორგანიზმი ხო ხვდები და ამისთვის ხომ არ სულ ახალი სტიმული აქვს ხო პროგრესირებს თან არა ხო მაინც ნორმა ხდება მე მანდ ისე ერთი კითხვა კიდე თუ გიფიქრია მაგაზე არ მგონია შენ მაგრამ რა რო ზედმეტი დატვირთვა რაღაც მომენტში ცოტა ცუდი შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის ნუ ჯანმრთელობა არანაირი პრიორიტეტი არ არის ჩემთვის ამიტომაც
ანუ რასაც ვაკეთებ ვიცი რომ ჯანმრთელობის ნამდვილად არ არის. გაცდი უკვე მაგ ზღვარს შენი აზრით, ანუ უკვე იმდენ საკეთებ რომ სახსრებისთვის ეხლა ხო არ მგონი რომ ჯერჯერობით რაღაც დონეზე აუცილებლად ის რომ ვაკეთებ. ხანდახან, ნუ ეხლა თუ გაბუჟებული ხარ და ოღონდ და ჯერ ბაჯეტი ექნება ამას, კარგი კიდე გაუძლებს. ხო, ანუ იდეაში მაგ პროფესორს რო ვაკეთებდი, ჩემ პრიორიტეტი ჯანმრთელობა არც არ ყოფილა, არც ეხლა არ არის. მაგრამ როდესაც თუ შევატყობ ბოდიში გაწყვეტილი, მაგრამ ერთი პერიოდი იყო რომ ბექამ დაიწყო კროსფიტი. და ანუ მაგრა რაღაც წონებს უმატებს მაგრა ვარჯიშობს და მე იქ ბებევდი ვარ და ვეუბნები სუთვინს უბრალოდ და რაღაც მობილიტი გააკეთე. რაღაც მობილიტი გააკეთე და ერთი ტრავმა მე ის მე და მე მოდიო და 15 წუთი მობილიტის აკეთე. აი მახსოვს აი კროსფიტ ბოლო წლებში ანუ იდეაში ორ სესიას ვარჯიშობდი ხოლმე დილით მე შუა დღისკენ საღამოსკენ ბოლო წლებში დილით ხურდებით ხოლმე 1 საათი. ანუ კი თავის 40 წუთი კარდიო გაწევლები რაღაცად მე ვიწყებდი რას გქონდა რა არ იქამდე უბრალოდ მუზრობა არ შემეძლო წესი რა. მაგ პერიოდში ეგეც იყო თუ ხო გახსოვთ ეგ ტრენდების რო იყო ერთი ტრენდი რო შემოვა foam rolling-ი მე full body stretch-ი მე ის და იწერებოდა 40 წუთს მე 40 წუთში ვარჯიშს ვამთავრდი. რეალურად მე ეგ არ მიყვარს. კვირაში მაქს 3 საათი მაქს 4. მასაჟ განდეს არ შემიძლია ანუ მეზარი ხო მაგხელ ეფორტი რაღაცა ჭირდება ფეხს დავიმასაჟებ და მე ეს ხელი მაგ დაღები ეს ხელი დავიმასაჟებ. ეგეთი რაღაცები არ შემიძლია რა. იცი რა ხო გავიგით რომ ეგ მაქსიმუმ მნიშვნელობაც არ აქვს მაგეებს. არა უბრალოდ შეხება მერჩინა მოძრაობით რა blood flow წასული იყო ამ ტემპერატურა აწეული იყო ორგანიზმში და მე შეიძლება უდრო გაწევა გამეკეთებინა. ისიც ვიცოდი რომ ხა ვარჯიშის წინ გაწევა კაი არ არის მაგრამ დინამიური ხო რა რაღაც ვარ გამეკეთებინა ისე ვერ მოძრაობდი რა. მაგრამ ეგ უკვე რაღაც დონეზე იყო მისული რომ დაგიგროვდა რა ის პატარა რაღაცები. და სულ ეგეთი ისენი მქონდა მომენტები ანუ მაგ პერიოდში რომ დიდი ტრავმა რა სამ მქონია სულ პატარ-პატარა რაღაცები მაწუხებდა რა. ცვეთა რა უბრალოდ. რა გაყოლაზე ისეთი მძიმე მიღებული ტრავმა. ანუ ხრის ტრავმა ალბათ. როტატორზე რა ანუ როტეის რო ქაფი მქონდა ანუ ხელს აი ესე ვერ ვაკეთებდი არ შემეძლო რა ხელო ზემთან მეწია ეს უნდა მომეპარე მართლა რა ანუ რაღაც ერთი მოგივიდა თუ ანუ ბევრი უბრალოდ ვიცი რაზე მომივიდა რა მომივიდა ანუ ვერ გვეტყვი კი როგორ სნეჩი ანუ shoulder to overhead-ს ვაკეთებდით 100 კილოთი ანუ ბარმასელ ანუ მე და მის მაისა ვაკეთებდით workout-ი ქონდა ბარმასელფები და shoulder to overhead-ები 100 კილოთი და რაღაც მეჩუქა ის სუნთქვასაც ვეღარ ვიჭერდი რომ ქორი გაგემაგრებინა და ფერა ერთხელ ისე დამეცა მხარზე შტანგა რომ აი უკან ბეჭზე რა და დაცემისგან კი და მაგან ისე შემაწუხა რომ რაღაც მოდის რომ მაწუხებდა აი ბეჭში უკან რომ გაწუხებს და ყველაზე რთული მომენტი მქონდა რომ აი კისრიდან აი აქამდე აი საშინელი ტკივილები მქონდა რა. აი რა shoulder to overhead ანუ front squat-იდან თუ უკნიდან აი წინ აი push press push jerk-ის ვარიანტი შევაკეთებდით. და ანუ აქ იმენა გეცემოდა 100 კილო. 100 კილო. მუხლები ხოძე არის? მუხლები კი. იდაყვები? ანუ იდაყვის ტკივილი მაწუხებდა ხოლმე სადაც ხრიდან მოდიოდა. ისე არაფერი. ნერვზე ნერვი ჩაეჭეჭყავა. ხო. ბაჯეტი აქვს თქო მაგაზე ჯერ მაგრამ აი ეგ რომ დამემართა ეს ფრისტამა და მე ცოტა რომ მივხედე რაღაცა აი მაგ წელს მოვიხოდე ყველაზე კარგად და ნახევარფინალამდე მაგ წელს გავედი რა და მე всё და ეხლა რაც სურვა დავიწყებ ხარმა გამიარა სურვა და შეიძლება ერთი კითხვა დავუსვა მე ეგ ძალიან ტრენდული გაიჩნდა ეს ვუპები რა მე დათო გეკითხები შენ იმიტომ რომ მახსოვს რაღაც 6 წლის წინ შენს ქონდა მეც ქონდა შენ ქონდა და ბექას ქონდა 1-6-7 წლის წინ და შენ მაჯუქებმა ერთი თვე და იმის მერე ერთი თვე ორი თვე მქონდა და ანუ ეხლა რამე გაჯიც თუ ხმარობ რა ეხლა უყურებ HR-ს მარტო რა ხო როგორ ზომავ HR-ს ანუ იდეაში უპი ზომავ თუ რა შემიმით კოროსით კოროს და იდეაში ანუ მეუბნება ბოლო 2 კვირის average რაც ქონდა და მაგას იღებს რომ არის ნორმალურია რა და მაგას უყურებ ხოლმე რა იმ დროს როგორ recovery მაქვს მაგრამ ვუპის მაგიტო გადავაგდე რა აი წითელ დღეებში შეიძლება რკინა დამეღუნა ისეთ ხოზე ყოფილი და წონე დღეებში ვერა და ძალიან მოქმედებს ეგ მაინც და მაქინან გამომდინარე და ანუ ჩვენც ხო მაგიტო გავანებთ და გახსოვს ჩვენც როგორ ხანდახან მე ბურესპონჩი დავანებ არა მე ხანდახან მანახებდა რომ ანუ ეხ დღეს ხოძე არ ხომ ეგ რამდენი ხნის წინ იყო 3-4 წლის წინ არა 3-4 რამდენი ხნის ხო ეს ახალი მოდელი 6-ზე მეტი ალბათ მეხუთე ვერსია არის როგორია რა ხო მეოთხე ვერსია რო იყო აი
იმ არა ეხლა არის მეოთხე ვერსია აი ხარ მეხუთე ეხლა გამოვიდა მეოთხე არავის არ მოწონდა ძალიან იმიტომ რომ არც პულსი იყო ნორმალური ვერზია და ვერაფერი რა ხო ეგ მეც გამიგე მაგრამ შევადარე ამ კოროსის სტრაპი ხო არის ანუ კოროს თვითონ საათი რა ამის პულს არც უჯერებს სტრაპი თუ არ მიგეთე ისე აზრი არა ხო მაგრამ შენ ძალიან ზუსტი გჭირდება ანუ დაცდენა მაინც ძალიან დიდი არის აი ვორკაუტი ჩავთო დარბაზში აი სილბერზე კიდე შეიძლება გაზომის და აი დიდხანს რო ზომავს მე ასე თუ ისე მიახლებულს იზახის მაგრამ სხვა აქტივობაზე რო ჩართო აი ერთი შეიძლება 20 სხვაობა რა ვაშო ვერ ხვდებოდეს რომ ამის აკეთებ და აი strength mode-ს მე სტრაპი გამიკეთებია რა ეგრევე ადის პულსი ზემოთას და იმ ხელს გასხვებას იძლევა რომ ეხლა რამდენი გაქვს resting heart rate? HRV რამდენია კეპი? ჯერ HRV-ს უყურებს. არა, მე მაინტერესებს resting heart rate რამდენი გაქვს? 39-42. კაი დაბალია. შენ რამდენი გაქვს? 210. არა, 82. სუშპოტრაში 80 აქვს. არ გამიზომია, ბრატ. მე რამდენი? მე მაქვს 26. ჯარჯის ეკნევა შემსავით 49-დან 55-მდე. ზუსტ ეგ 50 მაქვს, მე 52. ეგრე გაგიწყობადო. მე შენარჩუნებას. HRV ამბოლდროს დამივარდა, იმიტომ რომ ადრე მქონდა ხოლმე 110-120 ფარგლებში და ეხლა 90-105. როგორ გადაიღალე? ან შეიძლება არა, უკვე დიდი ხანია ესე. ჩამოვიდა. ჩამოვიდა ხო. VO2 max-ი თუ გაგისინჯოს. არა, მაგრამ მინდა რომ ამ გიმნაზიაში ხო? ხო. და როცა მე ვიკითხე სპეციალისტი არ გვყავს ესე მკითხეს და ეხლა როგორც ჩანს დააბრუნეს, იმიტომ რომ რეკლამები რაღაცა იმხდებოდა. არა, სხვაგან შეგვიძლია გაზომვა. სხვაგან თუ იყო არის. კი, ანუ იმინა სამონტოფოში შეგვიძლია. მე ხა ვაპირებ რა. ვიდეოში არაფერს არ მაძლევს. არაფერს იცოდნენ რა, მაგრამ ისე საათ შევადარებ რამდენია. ხო და ძალიან ბევრი აი შენ რას თქვი რა, მუბზე რას თქვი. ძალიან ბევრი ინფორმაცია ისონა, რამდენად კაია, საინტერესო არის თვითონ ათლეტისთვის. თვითონმა შეიძლება იცოდეს, მაგრამ მე უკვე შენ რას ამ მაინდსეტს შეიძლება მიაბა რაღაცებს. აი ხლა HRV 13 და 13 აღა ეგეთი რაღაცები. ბოლოს ყველა ხმობს დაჟე ამ ჩვენთან დარბაზში ხაი კემპებს ხوقეთებს ხოლმე ბევრი ძიუდოს ნაკრები და ისე ყველას უკეთია რა. ენდურენს სპორტს რო თავი გაანება, აი ყველას უკეთია რა. მე მგონიშნო. ჩემი აზრით შეულებრივ ხალხს უკეთია უკვე. არა, ეგ გასაგებია. გარდან არაფერი კავშირი რო აქვს აქტიურ. არა, რაც გინდა ვეკითხები. ეგ ხო ვუპი ზო. არა, ტრენდი არის, ცალსახად, ეგ ერთი. კარგად იმუშავეს. მეორე თემა იცი რა არის, ჩემი აზრით ერთი პლუსი იცი რა აქვს რომ აი ქართულ სპორტსმენებში არის რომ აი ბოლომდე და რაღაცა მაგას ცოტა ნუ რაღაცა თუ გააჩერებს ხო რა რაღაცა აი რომ იძახის რომ მოდი მორჩი და ხვალ წითელი ხე არის ანუ მაგაზე უბრალოდ ზრუნვას რო იწყებ რომ აი მოდი არ გადავიწვა რაღაც ერთი საფეხური არის რა აი შენ თავი წარმოიდგენ რომ ხვალ გაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩი გაქვს შეჯიბრი გაქვს რა ახლა გალბას მე დღეს ხო ბაზარი და დილით იღუიზებ და განახებს წითელს არ შეხედა მე ვიცი ბევრი ვარჯიშის მაგრამ ეგ არ უნდა ხდებოდეს ეხლა ზოცა პროფესიო რაღაც მომენტში შევიყავ ხოლმე აი წითელს დამანახე და ვიცოდი რომ აი თუ წითელია და თავს კარგავს და ესე იგი ძალიან მაგრად ხო ეს ვიცოდი რა ანუ ეგეც პატრონის საიტი просто ჩემი გამოცდილებია აი რაში დამეხ ხო ვიცით ეხლა ეგეც ხო ვიცით მაგრამ ანუ წინა კვირა, მთელი კვირა ვერ ვიყავი. მაგრამ ვერ ხვდებოდი რატო. მიხდი რომ გაცილებული ვიყავი, დაბალი ის ქონდა რა, ანუ ხოთზე ვიყავი, მაგრამ ეს მიჩვენებდა 40-50%-ს. მაგიდან ანუ მივხვდი რომ გაცილებული ვიყავი. ნუ ეტყობა დებილი ვარ, ცხვირი გაჭედი. ვერ მივხვდი. მაგრამ რაღაცა ნიტორო იყო, ხვდებოდი რა, რატო ვიყავით, ანუ არა, ხუმრობის გარშე ჩვეების შესაძლებლობას კაი არის რა, აი ვანახებსო ძილი ამ ქედან აქამ დაუძინებ ესე და ნუ კარგია საბოლოოდ. ხანდახან მაინც მე მახსოვს არა რეალურ დროებს მიწერდა ხოლმე რომ შენ რო აღდგე ამდენი უნდა გეძინოს რომ გახსოვს ესე რო წერდა გრაფებს თუ განახებდა დილით რო აღწევდი მიყვარდა შევდიოდი ესე რა ხდება მეთქი კარგია. ეხლა რო ვიღუზე პირველ დღეს ესე ავსქო მეთქი HRV რამდენი მქონდა მაგას უყურებ ყოველთვის რა. ეხლა ვინც გვიყურებს და ვერ ხდება ეს HRV რა არის და resting heart rate-ი გვთქვათ რა. ეს resting heart rate არის რომ ანუ ერთ წუთში შენი გული რამდენჯერ სცემს ესე ვთქვათ, რამდენ დარტყმას აკეთებს. HRV ახსენის საინტერესო არის ერთი დარტყმა და მეორე დარტყმამდე რამდენი დრო არის, ანუ რაღაცა მაგას ზომავს რა. მაგრამ მან მე არ გავექცეთ მაგ თემას.
არა, მაგას ბეკამ რახან თქვა რომ 20 რამდენი ბეკამ? resting heart rate 39 არის დაბალი, რო იცოდეთ. ანუ ის იმას ნიშნავს, რომ ერთ წუთში ბეკას გული ნაკლებად მუშაობს, ან არ ჭირდება დიდი ენერგია, რომ იფეთქოს რა. ანუ მისი სისტემა ეს კარდიოვასკულარული ძალიან ძლიერი არის რა. ვიღაცა შეიძლება ჭირდებოდეს 70 დარტყმა, ანუ ეს გული ხო ხვდებით როგორი ისე მუშაობს რა. ისე რომ თქვა heart rate-ზე ხო, resting heart rate. ნუ ისე ფოტოები აქვს, იმის პულსი მე მქონია ფოტოები და მაგიტო ვიძახე. და დავკვირვები ვარ ჩემ თავს ამ პულსის მხრივ. ხო, ჯაჯის წვევს რო ზაუყურებ, მეგობრებს პოსტ. ძალიან მაღალი მქონია მაგ დროს რა. კიდე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ რაც უფრო მეც ვარჯიშობ და კარდიოს მაგიტო ვიზახით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ resting heart rate-ს ქვევით გიწევს, რაც პირდაპირ აისახება, იმიტომ რომ 7-აც ხარ, წყნარათაც ხარ, რაღაცა სტრესის სადმი უფრო მდგრადი ხარ. რაც შეეხება HRV-ს, ახლა HRV არის ეს მეორე, რით ზომავენ, ანუ რამდენად fit ხარ ერთი, ანუ რამდენად ძლიერი ხარ და ანუ აღდგენის მხრივაც. HRV-ზე დამავიწყე სიმართლე გიყო ვიცოდი, მაგრამ ცოტა რთულია სახსნელი. variability არის. ხო, მაგრამ კიდე რა შეიძლება თქვა HRV-ზე. ოფს ხადაშორის რა შეხვიდე, იქ იმენა განსაზღვრება არის HRV-ზე და ბევრი რამე წერია. აი გუბს კაი აქვს რა. მაქერა ვიცოდი მე. ცალკე ფორმები ისიც რო აქვს, ყველა რას კი მაჩვენებელ ყველაფერი ზოგში. იმიტომ რომ ხომ ეიცოდე რომ უყურებ რა და უყურებ რაღაც. ეგ მაგ ხრივად საინტერესოა რა. კაი, ახლა გავაგზავნოთ. ან უპი იმდენად ძვირი ღირს, აი ყველაზე და ცოტა უაზრობა არის. გაიაფთ ამ მგონი. ან რომს გაიაფდეს, Amazon-მა გამოუშვა იგივე უფასო არის რა. მართალი. ხო, ეხლა ერთხელ იხდი. ხო რა, one time payment-ი არის და მაგის კიდოს ფიქრობ. საკმაოდ კარგი არისო, თან კარგი ისინი დაიმსახურა. იგივეა, ხო? თუ HRV-ს ხო რა, იდეაში ცოტა მეტი რამის თუ დამჭირდა რომ შევხედო, ან უფს არ ვიყიდი, იმიტომ რომ 1 საათის ფასი ის მართალი. ყოველ წელს. რაღაცას თან სუიხდი რაღაც. მაგრამ ეხლა მე გარმინიც უშვებს რაღაცას. აი ეგ იქნება ის. ველოდები რა იქნება და მე მაგის. ანუ მოაჩვენა რომ რაღაც ბაზარი გახსნა რა. თან სპორტსმენებს ჩუქნიან ვიღაც სანატოფ ათლეტებს და მაგითაც ეს PR-ს იქმნიან რა. უპი? კი, პოდკასტიც აქვს. ძირითადი წყარო ალბათ ეგ არის. ამ მე მე რო აძრე მქონა, მე არ მგონა რომ გასკდებოდა რა. და მაშინ ესეთი ადვერტაიზინგი რაღაც არა, რომ ეკითხეს, რომ ეკითხებოდი რა, არ გახსოვს, ანუ ეს აკეთი რატო იკეთი? ეს ეგ გავიგე, ან კროსფიტ ათლეტებს რო ეკეთეთ რაღაცა, მაქედან რა და მაქედან ვიყიდეთ, რომ ისე. მაგრამ თავიდან როგორ იყო, მე რო დავითრე რა 3 თვე მაჩუქეს. კი, რაღაცა იყო. ეგრე. გონა შენ მომიწვია და 3 თვე შენს გაჩუქეს. შავი ბენდი არ იყო. ა დაში ირჩევდი უფასო სხვა პერსონაჟს აიღებდი. კი, მაგრამ basic შავი მოდის. მაგრამ გონი უფასო იყო შავი მაგ დროსაც. ეხლა შავი უფასო. ეხლა $70 იხდი რაღაცა რაც რეალურად $10 იყო. აი ის მევასებოდა, დატენვა მევასებოდა, მაგრამ მაგის ზევიდა რო ტენდი ხო ის კა. მესამე მეგ დატენვა დავამუღამე. მართლა. მე მეგონა ესე ხარ მე მეგონა ეგ უნდა დამემაგრები და შემერთები. და ისო დამეტოვა რომ დატენილი. მე მივხვდი რომ იმას თუ სალკე დავტენდი შემეძლო გამეგეთქა. ეგ მე თავის მეგონა. დრო დამჭირდა. ას ტექნიკური ტიპი მეგონა ხომ უცი გავაზეთ. სკაფ ჩავსოდი. და იმას რო ხვდებოდა აი ცალკე ვიღაცა ექსტრა ჩარჯს რო ყიდულობდა მე რა რასტენის ამ ორი უპია კუ შეაჯდებოდა ეგ. ისე 14 დღე ძლებს. ხო, ეხლა დავიკითხე, ეგ 5-ზე რაც თქვა, ეგ ძლებს 14. ხო, მაგრამ აი Amazon-ის ვიცი რომ კარგი ის ქონდა და იმსახურდა, ნუ Garmin-ის ალბათ ცოტა ისეთი იქნება კიდევ. თან ისეთი ფასი ღირს რომ სუნვარს მოგეწონს რაღაცა აი დადებ და აღარ გამოიყენებ. აი, თემას რო დაუბრუნდეთ. რომელი აქტივობა უფრო ნატურალურად ესე რომ ვთქვათ, უფრო სიამოვნებს ესე რომ ვთქვათ რა. ველოსიპედის ველოსიპედი. კი, ველოსიპედი. სირვილი მეზიზღება. აჰა. და ცრუ არ გამომდის უბრალოდ. ცრუ უბრალოდ. ხო, სწავლობ რა. მასწავლებელი ყავს? კი, ანუ ჯგუფურ კლასებზე დავდივარ კვირაში 2 ჯერ. სადად ხარ? სპლეშ აბაშიძეს თუ ეგ. არ ვიცი. მაგრამ ხო, გამიგია. ვაკის პარტნიორი კი, მან. მე ჯგუფში ხარ, ანუ რა ჯგუფში? კი. სწავლობ მან. თან რაღაც სულ ესეთი ანუ ხალხში უფრო კაია რა. მაგას თავი განები ერთადერთი სპორტი არის, ალბათ. ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს აქ არის. უცხოთვალი თუ არ იყურებს, შენით ვერ მიხვდები და ვერ გასწორებ იმ შეცდომას დიდი ხანი რა. ან ვერასდროს ვაფშე. ბიჭო
მე მინდოდა თავიდან რომ მეკითხა. ეხლა მგონი ის არის ისე რო არ მოხდეს. ხო, მე მითხარი. აი რო ლაპარაკობთ, ხე რაღაცა სპორტზე ლაპარაკობთ, რაზე 8 საათი რაღაცას რო აკეთებ, არის ელიტური, ანუ სადღაც ესე იგი 10, 11, შეიძლება 10 საათს მაინც აკეთებ სადღაც. აი რაზე ფიქრობ, აი საერთოდ რა ის არის, რა პროცესები, ან როგორ მედიტაცია არის, თუ აი რა აზრები შემოდის რა, ხო? აი 6 საათი ან 4 საათი რო ველოსიპედზე ხარ. მარტო დროს ავიდია შეხა ვარჯიშის დროს რო ვაკეთე მე ცოტა წამოიდგა იმ მუსიკის გარშემო რაღაცა როგორ უნდა ვაკეთო, მაგრამ ანუ სხვადასხვა რაღაცები არის იქ ეს ამახვი ყურადღებას. ხა ცურვა უკვე ის არის, აი იმის anxiety გაქვს, აი სტარტია და დაიწყე და ერთი 200 მეტრი წყალში ხარ და всё დავიწყეთ და აბა მიდი და იმის ხალხის გარემოცვაში რო ხარ იქ სულ რაღაცაზე გაქვს ყურადღება რა და ის მომენტი მე საერთოდ შენ თავთან დაარჩე და ამაზე ფიქრი დაიწყო და მოიწყინო რაღაც დაგჭირდეს ამ მუსიკა რაღაც ამ სტიმულისთვის ან დროის გასაყვანად. იგივე არის ველოსიპედი ხა. ჩემნაირ ცუდი მოსურავე თუ ხარ, რო გადიხარ ბაიკურზე, თელი ველოსიპედი ვიღაცის გადასწრებაში ვარ რა. აი სულ. ანუ შენი მინი გეიმი გაქვს თვითონ იმაში ხო? ანუ ყველა ანუ არ მახსოვს რომ ვიღაცას გადაესწროს ჩემთვის. სულ ვიღაცას ვასწრებ, ანუ სულ. ვიღაც თუ გადამასწრო ეგრევე გადავასწრებ რაღაცა. ძალიან ხშირად გაყავს დრო რა და სიბილზე უკვე აი სიბილზე ერთვება უფრო metal game უფრო სიბილზე გერთვება რა, იმიტომ რომ აი ფან და რაღაც ცოტა იკლებს და ხო დაღლილი რო იწყება თან გააჩნია სრულს თუ აკეთებ, კაი 10 კილომეტრი შეიძლება ხალხს უყურ რაღაცა, მაგრამ მაინც მიყვე შენ ფეის, მაგრამ რაღაც მომენტში უკვე აი ყველაფერი ქრება და იმ შენ თავთან რჩები უკვე მანდ რა. მაგას ვერ გაიგებ. თუ ყველა იმაზე რომ $1000 გაქვს რაღაცაში გადახდინა და დაამთავრა უეჭველი არ. ის გოგინსი გაქვს საკითხული? მაგას რაღაცები აქვს. აუ გოგინსი არის. ეგა. რა აბა, რა მეთქვი? ბიჭო, ანუ აი მან ხო შენ თავთან მარტო რჩები, უკვე იმ ტკივილზე ფიქრობ, უკვე იმ დაღლაზე ფიქრობ და რაღაცა. მე კონცენტრირდები იმ ტკივილზე და ხო, რა და უკვე ეგ პირიქით იმას გიშვება რა, ჭამს. ნუ ეხა ბექა არ ვით, მაგრამ მე აი პირველზე რომ ვიყავი სრულზე გასული რა, ხო სიბილზე მქონდა ეგ მომენტი, რომ ამ ძალიან ცუდად ვიყავი, აი თან ბოლოა სიბილი, ხო? ხო. რომ მეთქი ამ გაჩერებაზე არც მიფიქრია რა, ეხლა შეიძლება რაღაც მოგივიდეს, მაგრამ ამ ჩემ თავთანაც ამ არც კი შევთანხმები რაღაც მომენტში გავჩერებულიყავი საერთოდ რა. იქ რაღაც ხა ერთ-ერთი გეგმა ის ჰქონდა, რომ aid station-ებზე რომ მივდიოდი, aid station-ების სიარულით გამევლო, რაც არის 15 მეტრი სულ, რომ წყალწესი რო დამელია, მეჭამა და გამეგრძელებინა რა. და ეგ იყო მან მართლა ჩემთვის ვებრძოდი რომ დამემთავრებინა, იმიტომ რომ ისეთი არის, პირველი აირონმენი არის. გინდა რომ დაამთავრო, ანუ მან გასული ვიყავი რაღაც დროის ისენი მქონდა time goal-ები, მაგრამ ძირითადი მიზანი იყო რომ დამემთავრებინა რა. და ანუ დამთავრება რა ხან იყო მიზეზი, ანუ რაც არ უნდა მოხდარიყო და დამემთავრებინა. და უბრალოდ ჩემთვის მენეჯმენტს უკეთებდი იმაზე რომ არ წაქვსულიყავი სადმე რა და ისე დამემთავრებინა. და მაგის მერე უკვე 73-ზე რო გავედი, ანუ მანდ უკვე სულ სხვა სიტუაცია იყო, იმიტომ რომ იმას დავამთავრებთ რა ფეხებზე მეკი და იმიტომ რომ ან იმ დროში დავამთავრებინა რაც მინდოდა, ან ვაფშე დავამთავრებინა, მაგაზე პრობლემა არ მქონდა რა. და მაქინა გამომდინარე უფრო სხვანაირადაც მივუდექი მე. თლიანი რამდენში დაამთავრე? თლიანი დავამთავრე 10:47-ში. ეს მაგარი შედეგი რო average არის 12 საათი. მაგრამ მაგარი შედეგი არის თქო მაგარი შედეგი არის. ვისედრები გააშენე მე ხო გითხარი 12 საათი არის ზოგადი ის რაღაცა. ჩვენი გარემოსახედიდან ხე რომ იცი რამხელა შრომადებში გინს ძალიან მაგარი არის. ვიღაცამ აუ ზმა 10 საათი მეც ვიზო. რაღაცა ისიან. რას იზავ, ასე ვერ მოდიან ვაფშე რაზე ლაპარაკობ მე ხვდები. 10 საათი კარა ერთ დღეს მოხსენ და ვერ იზავ რა, ხვდები ისეთი ტიპები რა, ანუ 24 საათში ვერ გააკეთებ. და აი ეს ჰაერზე რა. და აი 73-ზე რო გავედი მე მანდაც თავკე მან time goal მქონდა, იმიტომ რომ ის სრული რო გავაკეთე და მივხვდი რომ ხა ჩემი წონისთვის ვემზადებოდი 8 თვე რა, ალბათ თუ 6-8 თვე მაგისთვის, მაგრამ იმისთვის რომ კომპეტიტივი იყო და აი როგორც რეის ისე შეხედოდა რა, როგორც პროსტა ივენს რომელსაც დაამთავრებ, ალბათ აი დიდი ბაზა გჭირდება წლების მაინც რა, იმიტომ რომ თავიდან მოზადებას რო ვიწყებდი რა, ხა ჩემთვის ის ფიქრები მქონდა აი ამ სიტუაციაში ხარ როგორც ხარ, გავაკეთებ თუ არა, როგორ ვერ გავაკეთებ თქო რა და გაკეთებით
ვიცოდი რომ გავაკეთებ, ბევრიც გააკეთებს. მარტო გაკეთება რომ იყოს ამბავი, მაგრამ შენ თუ გინდა რომ იყო კომპეტიტივ, კაიდროები ქონდეს რაღაცა, მართლა ჭირდება რაღაც ბაზა რა, გამოცდილება სხვა ივენთების რომ მიხვიდე მაგამდე რომ იმასაც ისე მივდგე როგორც რეისს. და ეგ უფრო მარტივი იყო უკვე 70-3-ზე. იმიტომ რომ ნახევარ დისტანცია რო არის, მაგრამ ჩემი წონას უფრო ნაკლებ ფაქტორს თამაშობდა, იმიტომ რომ ეს აღარ მქონდა დაგროვილი სიმძიმე კუნთებში რა, დროის გამო და ანუ ისე პირველი იყო, მაგრამ ისე მივდექი როგორც რეის და იმას უკეთეს შედეგი დავდე, ვიდრე მეგონა დავდები და რაც მიზანი მქონდა რა. კაი, ჩვენ ნენელად ან წავიდეთ დასასრულისკენ. მე მგონი კარგად დიდი ხანი ვლაპარაკობთ. დრო მალე გაიქცა. ამის ხოლმე თავიდან ის დამეტყობა. აი ეხლა თუ ვიღაცა ისეთი გვისმენს, ვისაც უნდა რა აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, პატარა არის 21-ის არის და უნდა რომ რაღაცა ცადოს. აი რას ურჩევდი პირველი ისეთი რჩევები, ძირითადად სამი რჩევა ან რავი, რამდენი წინ და რა იქნებოდა? თუ იმენა აირონმენის და უნდა იდეაში რაც კლიანით დაიწყოს? არა. კლიანით არა, ალბათ უფრო პატარა დისტანციებით, სპრინტით ან ოლიმპიური დისტანციით რა და შეუძლია შეიძლება ეგეთი თვითონ შეჯიბრის ნახვა გაუჭირდეს წესიების. მაგრამ ან ცოტა გამოსილასო დააგროვებ და მაგის მერე 73 ძალიან ოკეია და შეიძლება რომ გააკეთოს. ეგ არის და ეგ, მაგრამ კიდე ის არის რომ ძალიან რთული არის მაინც ჩვეულებრივი ადამიანების ვის იწყებენ ეგრევე, იმიტომ რომ ამ დატვირთვისგან ძალიან ხშირი არის stress fractures და ეგეთი ტრავმები რა, ძალიან ხშირი არის. რასაც მე დასვენება მომოსდევს დიდი ხნი არის. კი. კიდე რამ პატარ-პატარი კითხვები კითხოთ. აი ან რჩევებთან რო გამოადგეს ხალხსაც. ნუ ალბათ კვებაზე რას სილაპარაკა, მაგრამ და სილას იცული ისე? სილას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ვიცი რაღაც გოგოლ მაქვს 180 გრამამდე, მე უნდა შევავსო, მაგრამ მთელი ჩემი ყურადღება არის იმაზე, რომ ის 600-800 გრამი ნახშირწყალდი რომ აქვს, ეგ არ დამაკლდეს და ეგ მივიღო. აუ, ამ წარმოიდგინე ვიღაცების ოცნებად ცხრები რა არის ჭამა გიყავს ყველაზე მეტ. ყველაზე მეტ რა გიყავს? შოკოლადი. მე ბრინჯი მიყვარს. ბრინჯი მაგოჯი სუპერფუდი. ბრინჯი გიჟდები, არ საჭმელს არ მომბეზრდება. ტკბილს რო თავი გავანებოთ, ცალკე ის აღებული ბრინჯი. მარტო ბრინჯი? ნუ არა, რაღაცებთანაც მაგრამ. როგორც გარნირს არ დავარქმევდი რა. აი ჩემს main food-ი ხო, სილა არის გარნირი. ხო, main food-ი არის ხა ჩემთვის უფრო და შეეხება ტკბილებს, რა ვიცი, ანუ იმენა შაქარსაც. ხებთ, აი ხა sport drinks რაღაცა თუ არ მაქვს, ბოთლებში იმენა შაქარს ხრი რა. და დღესაც ხა 3 საათრები გადავე, 140 გრამი შაქარი ქონდა ჩემი შეყვარებული დავსვინის ხოლმე მაგაზე, იმიტომ რომ ჩემი საშაქრე რო გამოიღო, შიგნი მიგდია პროტეინის სკუპი. შაქარს პირდაპირ. რატო იღებს შაქარს ეგ უთხრათ ხალხს? ამის თავარი ენერგიის წყარო არის შაქარი რა. მარტივი ნახშირწყლები, რაც მალე აითვისება, იმიტომ რომ რაღაცას რო ვაკეთებ, მე იმ მომენტში მჭირდება ენერგია და ხვალისთვის არ. მაგრამ ბრინს ნუ შეჭამთ და ნუ გაიქცევით ეგ რა ხდება. ეგეც არის ხო. და მაგ მომენტებში იდეაში ბოჭკოს ვერიდები ხოლმე, იმიტომ რომ რა მომენტებში? ბოჭკოს აი race days-ზე რო ავიღოთ სიტყვაზე. race days-ზე. აი ეგ არის საინტერესო, ეგ არის რომ წინა დღეებში თეიფერისგან ცალკე ბოლო ორი დღე გვაქვს carb loading-ი რა. სიაში ყველა endurance სპორტში არის და სპეციფიკურად რა არის. carb loading-ი არის რომ ბოლო ორი დღეში შენი გლიკოგენის მარაგებს ივსებ. ან ჭამ ბევრ ნახშირწყლებს. ხო, ოღონდ მაგასაც თავის სენი აქვს, ოკეი, პროტოკოლი რო დავარქვათ რა. ნახშირწყლებს იღებ, მაგრამ არ უნდა მიიღოს სხვა რაღაცეები. ბოლო დღეს მაინც, ბოლო 4 საათი, ანუ ნაკლები ბოსტნეული, ნაკლები ცილა, ნაკლებს ვიზახი, მაგრამ საერთოდ აღარ ჭახო მაგ რაღაცებს. რატო? იმიტომ რომ არაფერში არ გამოგადგება იდეაში და კურსზე ზედმეტი დატვირთვა არის უბრალოდ. უფრო რთულად მოსანელებელი ცილა ზეთერმული ხო არის ცილას. კი და ბოჭკოც ასევე, იმიტომ რომ რაღაც ნახშირწყლებში მაინც ბოჭკო არის. ბოჭკო ხო თან გჭირდება, იმიტომ რომ მოგიწევს დიდი ხანი შაქარი მიიღო. თუ ნავარჯიშები გაქვს ეს კუჭი და რამე ბოჭკოს გარეშე. ანუ მაგ მარტინ ნახშირწყლებში ათვისებაში ხელს ხო გიშლი.
უშლის. ხო, თართული გადასამუშავებელია და შეიძლება მე წინა დღეს ვჭამო, ანუ სტარტზე გავიდე და ჯერ ისე იმ ბოჭკოს ვინერლებდი და ყველაფერი რაცაც ვეუნებით ხალხს რომ შეჭამოს, ანუ რაც ბენეფიტებად მიგვაჩნია ჩვენ რომ დიდი ხანი კუჩი რჩება, თერმულია დიდი ენერგია ჭირდება გადამოშვას, დიდი ხანი გაძღობს. ანუ აი ენდურო სპორტში საპირისპირო არაფერი არ აწყობთ ეგეთი რა საერთოდ რა. უფრო მარტივი და ეფექტური რა. მარტივი ეფექტური. მთელი მუღამი ეს არის ჩვენთან. ძალიან საინტერესოა. წინა სტუმრის კითხვა დავუსვათ ხა. ჯერჯერ შენ ხო გახსოვს? გაიხსენე. რა არის ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას განეჭებს შენ საქმეში? ანუ მაგამდე მივედით რომ ამ ყველაფერს რატო ვაკეთებ ეს 25 საათი ამ ყველაფერს. მაგრამ საინტერესო არის ამაზე პასუხს როგორ გაქვს, როგორც წვნელი გაგვცემს თუ როგორც ათლეტი, ან როგორც აი საიტკენ გიპას. გონია ეხა როგორც ათლეტი, როგორც ადამიანი. არა, ბიჭო, თავის საქმეში, საქმე რა მიაჩნია, საქმე მიაჩნია, მგონი სპორტია, სპორტსმენია პირველ რიგში და მე თავარი ამის რომ ვარჯიშობს რა. ეს ვარჯიში რაღაც სიამოვნებას ანიჭებს აშკარად. 35 საათი ხა იქ მილიონებს არ აძლევენ რომ იგებს. იდეაში მე მაინც ასე ვთვლი რომ სპორტი არის ჩემთვის თავარი საქმიანობა ეს რა ვიღოთ. იმიტომ რომ ანუ რაღაც მიზანი თუ არ მაქვს ცხოვრებაში და იმისთვის რაღაც არ ვაკეთებ, ამ თავისე ისე ვარ რა. ან უაზროდ გონია რომ ცხოვრობ და ეგრე რაღაც არ შემიძლია. ამიტომაც არა აუცილებელი ხო ტრიატლონი ყოფილიყო როგორც ანუ შემაშეყმა ტრიატლონიო და ტრიატლონს ვაგე ჩემს სულ ერთი იყო ხარ რას დავიწყე შეყვარებული უნდა მოგვიყვანა ხო და ანუ ტრიატლონი დავიწყე რა კითხოთ შემდეგს რასაც ანუ მიზანი სპორტული და ეთყობა ჭირდება ეკას ზუსტი მიზანი აი რა სად მიდის ხო რაღაცისკენ მივდიოდე და ეხლა მაქვს ეგეთი 2 წელს რა მგონი ძალიან ყველას ანუ ყველას გამოადგება არა ყველას მაგრამ სპორტს ეგ აქვს რომ ზუსტად იცი რაზე ვსაუბრობ მარტივია ეხლა მე და შენ შეიძლება დავიწყე ჩვენი რაღაცა მენტალური განვითარება და რა არის ხო მაგრამ შეიძლება ხოლმე საერთოდ ფულის კეთება რაღაცა და მე უფრო ესეთი ყოველს სხვადასხვანაირი მიზნები აქვს რა მე ჭირდება ესეთი მიზნები რომ თავის უყოფილოდ ვიგზნოს ხა ან შემდგარ ადამიანად რა და ეგეთი მიზანი ხა ასე ვთქვათ ჩავშალოთ მაქვს 2 ამ წელს სპორტში მიზანი რომ სრული აირონმენი გავაკეთო საბათი საათი 10 საათში ჩავედიო საქართველოს რეკორდი მოხსნა მაგაშიც ბარემ და სოფლიო ჩემპიონატზე მინდა საკვალიფიკაციო 63-ზე აჰა ჯერ ფულ აირონმენს გავაკეთებ და მე მაგასაც მივხედავ წელსვე როდესაც ანუ გითხარი ბევრი ივენთები არის მაგრამ მე უმიზნებ აგვისტოს სრულისთვის და მე 73 საკვალიფიკაციოსთვის უკვე ოქტომბერი-დეკემბერი. მაგარია წარმატებები. მადლობა. ეხლა შენ მოიფიქრე შემდეგი სტუმრისთვის კითხვა. ნებისმიერი. შეიძლება სპორტული, შეიძლება არასპორტული. ბრინჯზე კითხვა, რამე სპეციფიკური. რაც გინდა მოკითხა. ბრინჯთან რას ჭამ? ბრინჯთან რა გარნირი გაქვს? აი ეს რთული როგორც ვინ იქნება. ხო და აი რა. ჩვენი კამერა ვილაპარაკოთ მეგის რა. გავიდეთ რა ერთი რა. ამოიწევ სოციალო იქნება. შილა აირონმენზე? მეც ვერ ვიზავ აირონმენს. მომზადებასაც ლისზე გავაკეთოთ. ბიჭო აი მეც ვერ ვიზავ. მე უკვე გადამხარ. ანუ ეს არა შილა. აი შილა ხა. დაშის აქ ჩვენ სამი და ვერც ერთი. მე პროსტა ვერ ვიდბენ. ბენჩზე არა, წვივებით რამდენი ყველაზე მეტი. არა, რამდენი გირბენია ყველაზე. ბიჭო 15. 15? შეხედე რაღაცა აქ და იმას +3 მიუმატა. 10 პლუს. მე ჩემი 12 მაქვს ბევრჯერ. 15 ვირბინე. 15 ვირბინე. ვირბინე რაღაცა ვნახე, ეთი კიდე რა. 12 იმაზე ვირბინე დაჟე ის Red Bull-ის ის რო იყო. და 15 მე მგონა ეგ იყო შენი მაქსი და მაწვიები. ერთ პერიოდი ხო და 15 რო ვირბინე არ მომეწონა. არა, ისეთ მე არ მომეწონა ხო. ერფი. მაგრამ პროფესიონალი გამოსვლა კაი იყო. მაგრამ იმის ბრალია ხო. ფეხს მას ვიჭერდი. ბეკავა. თუ დაამატებ რამე დროს. 15 ვირბინე მეტი სიბილი შეგიძლია ეს. კი, ეგ არის. არ მისიამონა. ანუ არ იყო სასიამოვნო. შეგიძლია რა. მე მითხარი, მე მინდა მოტივაცია. შენ სხვა კატეგორია და შენ ძალიან ნიჭიერი. ხო ის რაზეც ლაპარაკი. შენ ხარ ძალიან ნიჭიერი.
წარმაც. ისე ცხოვრებაში Ironman-ის გაკეთება, ანუ დამთავრება ცოტა ის ბევრი აკეთებს, ვინც აი სხვა საქმეში წარმატებულია. თან ასაკსაც მაინც მნიშვნელობა არ აქვს რა. ანუ შეიძლება საშენ იყო. ანუ გვიანი არაზოს არ არის რა. სილაზე მე მქონია მაგას საჩქარო არ არის. ჭირდება ხა მაინც სამ დღეში არ უნდა დაამთავრო ხა. და არც ანუ რაღაც სასწავლის საათების ვარჯიში არ არის აუცილებელი კვირაში. ხო, просто ანუ ისე ბიუჯეტიც გჭირდება მაგისტრის და თელი თემა დაგეგმო, გადაფრინდე კაროჩი. ეი ბიუჯეტი. მაიაბა მოიფიქრა. კითხვა. Ironman-ზე გადმოერთო ეგრევე. და მარტივი კითხვა თქვი რა, არ უნდა ძალიან ის. აი ყველას დიდი დისტანცია რა აქვს ნორვენია კითხვა. ой, საინტერესოა. საინტერესოა. კითხვა ძალიან საინტერესო იყო ეს გადაცემა. ჩემთვის პირადად. მე ჩემთვის როგორც ყოველთვის გაერთო. მაგრამ ერთი წამი მაგას იტყვი. შენ ამის თქვა ხო არ გინდა ზოგადად. რავი, ან რავი. მე ხავს რამე გაარეკლამო, ან რაღაც არ ვიცი. არაფერი მასეთი. კაი, ხე გააგზავნე. შენ შეყვარებულს უთხრა მადლობა რომ გიჩია. ო კაი გამოდგა იდეა შეყვარებულფერი. სულს რატომ მირჩევდა. მეგარი რა. მადლობა ბექამ. მადლობა მადლობა თქვენ. მადლობა.